მაგრამ შენი მოწოდება თავიდანვე იყო სულ ყოველთვის ანუ თამაშების გაკეთება და არა game engine-ების გაკეთება, ხო? Game engine-ებიც მაინტერესებდა, მაგრამ რავი, ხო დენის მოხმარება, წარმოდობა, კოეფიციენტი როა იყო, მშვენიერია, ფასი მშვენიერია. მაგას უყურებ ხოლმე დენის მოხმარებას, როცა როგორ არა დენის მოხმარება პირდაპირ არის, რამდენად ცხელდება, რამდენად ის არის. ეგ არის ლოგიკური, ეგ გახდება მასიური პირველი. ანუ დამატებითი რეალობა რა. ეგ უნდა მეკითხა ხა რომ მაგას ამდენ რეალურად. ანუ სამუშაო და ის თუ გინდა და მომავალში რაღაცა ესეთ კომპანიები და ესენი აი მანდ უნდა პირდაპირ დასაქმება თუ გინდა დღეს ეგეთი რაღაცები უნდა ისწავლოთ. გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის დევთერაპის მე-17 ეპიზოდი. ცოტა შეგვეგვიანდა მე-17 ეპიზოდის დადება, ჩაწერა, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო, მაგრამ ნუ არ სტარტავსულოთ, რა თქმა უნდა, ჰაკათონის ლოგი ჩავწერეთ და ჩვეულებრივად დღეიდან გავუყვებით ეპიზოდების ჩაწერას. რაც შეეხება ჩვენ სპონსორს მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის Texi და კიდევ ერთხელ მადლობა მას. აქ უნდა ჩამოგვეკიდა აქ დიდი Texis ლოგო, მაგრამ ვერ მოესწრო გაკეთება, მაგრამ შემდეგში დავკიდებ და კიდევ ერთი Texis-ში ვეძებთ junior iOS developers და ვინმე გამოჩდით. თხოვთ. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ქართული game dev-ის sensei, ირაკლი თოქრაშვილი და დღეს ძირითადად რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ ქართულ გლობალურ და ზოგადად game dev-ის გარშემო. როგორ ხარ ირაკლი? არა მიშავს, თავად. კარგად და მადლობა რომ დრო გამონახე, ისედაც დიდი ხანია გვინდა შენი აქ მოყვანა, მაგრამ ნუ როგორც მოხერხდა. იქიდან გამომდინარე რომ უკვე ჩვენთან სამი ადამიანი იყო game dev-ის გარშემო და ყველამ გახსენა. ნუ შეუძლებელი იყო რა თქმა უნდა ამ პოდკასტს ისე გაკეთება რომ შენ არ მოსულიყავი ჩვენთან. ამიტომ ეხლა უბრალოდ ორი სიტყვით მე კი გიცნობ, მაგრამ სახალხო დრო მოგვიყვა ხალხისთვის ზოგადად როგორ დაიწყე, საიდან დაიწყე და როგორ მოხვედი აქამდე ასე ვთქვათ. მოკლედ ახლა პროგრამირება რო ავირჩიე, მაგის მთავარი мотиваციაც ის იყო, რომ სულ მაინტერესებდა თამაშები და თამაშების შექმნა მინდოდა, როგორ კეთდება ეს სულ მაინტერესებდა. ნუ ადრე კომპიუტერები როცა არ მქონდა, თამაშები როგორ გაგევლო რაღაც ესე იყიდებოდა ალმანახები და იმეებს ვკითხულობდი თამაშების გავლ. და მე ვთქვათ რაღაც კომპიუტერთან წვდომაც რო მქონდა და პროგრამირებაც და ფორუმზე შევედი, სულ აი ვეძებდი ადამიანებს, ვისაც აინტერესებს ესეთი რაღაცების კეთება და თამაშების და პირველი იყო ფორუმი, რა თქმა უნდა. იქ გავიცანი, ხო, აბელაც, ზუბაც და სხვაებიც. ეს რომელი წელი იყო? და ფორუმი ამ 2002-3 ეგრე უნდა იყოს არა? 20-25 რა, ეგრე. ძალიან кай ხნის წინ რა და იქაც მე ერთი 10 მცდელობა მქონდა სხვადასხვა არტისტები ბევრი მე ერთად მუშაობდით იქ გავიცანი. და ნუ რა თქმა უნდა როგორც ყველა პირველი პროექტი ყოველთვის უნდა იყოს ძალიან რთული რაღაც ონლაინ MMO რაღაც ეგეთი. და საკუთარი ენჯინი უნდა დაწერო რა თქმა უნდა და იქ დავიწყე მე გრაფიკული სხვადასხვა API-ების გარშემო არანაირი ინფორმაცია არ იყო რაღაც მაგრამ სანამ ეგ იქნებოდა კიდე ფორუმი და რაღაცა მანამდე უნივერსიტეტებში მაშინ ახლა აღარ არის ის ენა მოგვდა ასე ვთქვათ პასკალი იყო პირველი რასაც გასწავლეთ ეგენა შეიქმნა რომ სხვა ენები ანუ მარტივი იყო სასწავლო ენა იყო ასე და იმაზე დავწერე პირველი რაღაც 3D Max-ის მსგავსი ანუ ჩემი ფორმატი მოვიფიქრე ობიექტები როგორ დაატრიალო სადღაც წიგნი ვიპოვე და იქ მოტრიალების მატრიცას ფურცელზე რო ამოიწერე რო რაღაცა და მასშტაბირება რაღაცეები და ტექსტურირება და განათება მეგონა რომ მე გამოვიგონე, იმიტომ რომ არც ვერსად ვერ ნახე ეგ ინფორმაცია. და ესეთ მარტივი ანიმაციები რა შეგიძლია ეს რაღაც ობიექტი ფაილიდან ჩემი ფორმატი რაღაც ჩაგეტო ერთაისა და ერთ-ერთი საკურსო ეგ მქონდა რა, მაშინ უბრალოდ რო უხსნიდი იქ არავის არ ესმოდა რა ლაპარაკობს. და ეს პასკალი და მე ინტერნეტზე სტომა რო მქონდა ძალიან მეწყინა რომ ეს ყველაფერი მსოფლიოში და თურმე გრაფიკული ბიბლიოთეკებია, ენჯინებია და ყველაფერს ამას დიდი ხანია აკეთებენ. მაგრამ ნუ ჩვენთან არ იყო. როგორ მოაღწია შენამდე მაგ ინფომ, ანუ როგორ გაიგე? თამაშები ვნახე და მე როგორ არის ჩავეძიე და რაღაც ინფორმაციები რომ მოვიძიე, უკვე პასკალს თავი დავანებეთ, მაშინ ასემბლერი მაინტერესებდა და C და C++ და უკვე ინტერნეტის შემოგვესწრო ასე ვთქვათ, მაღლებში შემოიყვანეს და მე უკვე სახლებშიც. მაგრამ შენი მოწოდება თავიდანვე იყო სულ ყოველთვის ანუ თამაშების გაკეთება და არა game engine-ების გაკეთება, ხო? Game engine-ებიც მაინტერესებდა, მაგრამ აი რო შევაფასო რომელი გინდა თამაში გაკეთო game engine დღესაც ესე ვარ, თამაში მირჩევნია, მაგრამ ესე ძალიან მაინტერესებს. ანუ ყოველთვის ვადევნებ თვალყურს და ვარჩევ და რა ხდება და ანუ როგორ მუშაობს ეს ძალიან მეხმარება
თუნდაც მე პროექტს რო ვაკეთებ, გაოპტიმიზირებაში რო ვიცი რომ ეგ რაღაცას რო გააკეთებ, იქ როგორ მუშაობს, ეს ძალიან გეხმარება რა. იცი რა მაინტერესებს? ეხაც კი რთულია, მაგალითად მე ესე ვთვლი რომ game dev-ი რო დაიწყო, მაგალითად სტანდარტულად სამსახურს ვერ იწყებ ესე, როგორც ახლა მაგალითად JavaScript-ი რო ვისწავლო, React-ი რო ვისწავლო, ვიცი სადღაც გავაგზავნო ვაკანსია. დღესაც კი რთულია მაგალითად game dev-ში მაგის გეკეთებოდა. მაშინ როცა არაფერი არ იყო, ანუ როგორ გადადგით ის პირველი ნაბიჯები, რომ შემოსავლის წყაროდ გექცეთ. ვერ გადავდგით ჯერ პირველი ნაბიჯები და ისევ იქ დაუბრუნდეთ ფორუმს, დავიწყეთ პირველი რაღაცა DirectX-ზე რაღაც ენჯინები, ვიღაცა მოდელი გააკეთა, შევიტანეთ ანიმაცია, გვიხაროდა ესე ვთქვათ რა და მე ეს მეორედ მესამედი მე ის ვიღაცა სამსახური შევდაგა და პარალელურად რაღაც სამსახურები მქონდა, ბანკშიც მუშაობდი, პირველი ინტერნეტ ბანკი და C#-ი იქ ვისწავლე, ანუ Microsoft-ის საიტიდან რაღაც ალფა პროექტი იყო და არის ეს რაღაცა ნოუთპედში ვკრიფავდი და ესე და რაღაცა იქ C#-ი ვთქვათ იქიდან წამოვიდა და აზრი სანამ იქნებოდა მანამდე კონექტორლი იყო იქ მუშაობდი მე აზრი გახდა ქარვაშიც მანამდე სხვა ერქვა HS-ი და იქაც მუშაობდი და აი ქარვაში რომ მუშაობდი მაშინ იმანაც ახსენა ზუბამ ძალიან მომწონდა იქ Linux-ზე დაბალი დონის პროგრამირება რაღაცები ძალიან მუღამში ვიყავი რა და მე ერთადერთი მეთქი რომ მივედი იმ სამსახურში აქედან წავალი მეთქი რამე გრაფიკაზე თუ გავჩიტე. საქართველოში არ იყო მაგის, არ ვიცოდი ყოველ შემთხვევაში. მე აღმოჩინე რომ რამდენი კომპანია მუშაობდა რაღაც მსგავსი გრაფიკაზე. კი. მაგრამ თამაშებზე არა. პირველი იყო 2 თუ 3 მობილური თამაში რო გააკეთეს არ მახსოვს ის კომპანია, მანდაც არა, Lemon-Dome კაცი. Lemon-Dome ძერ არსებობს რა. Puzzle Hero და ისინი რო გააკეთეს რა ერქვა დამავიწყდა მაგ. ეს Symbian-ზე თუ რა ოპერაციულ სისტემაში. მანდაც მუშაობდი ცოტა ხანი. ქართულ კომპანიები. კი. და Unity მანდ პირველად Unity-სთან მაგ თქონდა შეხედა. რა მობილური მაშინ რა ოპერაციულ სისტემა. პოპულარული ისენი იყო. არა, ის ოპერაციულ სისტემა გაიგო. არა, PC თამაშები იყო ესე. ძალიან მაგარი თამაშები სხვათა შორის. ბევრმა არც იცის Puzzle Hero და მეორე კიდე კონდათ ეს ყველაზე პოპულარული და მე რომ მივედი მაშინ აკეთებდნენ multiplayer თვითფრინავების ესეთი. აი როგორც ის რო იყო. მე War Thunder-მა და იმერო გავიგე, ეგეთ თამაშს აკეთებდნენ მაშინ. და ძალიან მაგარი ოპტიმიზირებული და ძალიან მაგარი დამფუძნებელი Microsoft-ში მუშაობდა მაშინაც იქიდან ის იყო. ძალიან საინტერესო იყო ეგ. ხო, მე რო გავყვეთ ესე და აი სწავლებამდე როგორ მივედი, რომ მე თვითონ ხო ვერ მუშაო ისა და HS-ი რომ მუშაობდი იქ მაგ დროს ონლაინ ვნახე Scopix software-ი ეძებდა იმებს. ასე ვთქვათ, თანამშრომლებს. ეს Scopix-ია ზუბამაც რო ახსენა. ხო, და როგორც აღმოჩნდა მე რომ მეოთხე თანამშრომელი ვიყავ და რო წამოვედი მე 500 კაცი და იყო იმ კომპანიაში, ახლა კიდე განვითარდი. ხო და გასაუბრება იქ რაღაცეები და ძირითადად შეგენა მათემატიკური რაღაც და გრაფიკული რაღაც და მაგ დროს ვიცოდი უკვე DirectX-ით რაღაცეებით, OpenGL-ით და გავიარე და მანდ მუშაობდი 6 თუ 7 წელი. და კაი გამოცდილება მივიღე, ბევრ ესე ვთქვათ გასულებიც მქონდა გერმანიაში ვიყავი რამოდენიმე თვე და იქვე იყო გვერდით ოფისში Nvidia და რაღაც კითხვები. მაგრამ თამაშებს არ აკეთებდი. თამაშებს არა, ძირითადად ესეთ გრაფიკული პროგრამები იყო, ძირითადად მაგალითად აი მეში უნდა აგეყო გადაგეკეთებინა მოგეჭრა რაღაცა გეტაგეთ და დენტისტები იყენებდნენ ამ პროგრამას, ან ავიჯის რაღაცა უნდა და ოთახში განა, აი ესეთი რაღაცა სხვადასხვა იმეების პლაგინები და ბევრი სხვადასხვა, ანუ აუთსორს კომპანია იყო ისინი პოულობდნენ სამსახურო სამუშაოს და რაღაცებს და შენ აქ თქვა და მე ავედი უკვე ცოტა ესეთ მაღალ იმაზე უკვე თიმებს ახალ თიმებს იმეს ვაკვალიანებდით რა და ზუბას მათ გაუწიე მე რეკომენდაცია და ძალიან მოეწონა კიდე მიპოვეო მეხვეწებოდი ეგეთი ზუბა ხო არა აი ეგეთი კიდე ვინმე თუ ყავსო და ძალიან მეხვეწებოდა და ანუ თქვენ მე ისევ და ისევ ხო მინდოდა ამ თამაში და ხალხს რო ვერ პოულობდი მოწოდებით არ ვარ მასწავლებელი, მაგრამ გადავწყვიტე რომ მეთქი მოდი აბა იქნებ სხვებიცაც ბჭყალებში მოვწამლო ამითი და 10 კაციდან 3 ხო დარჩება თქვა და გავყვება ამას და ამ მასა რო ვიქნებით რაღაცა გამოგვივა რა. ეგ იყო მე ერთადერთი მეტი არანაირი ის არ გქონდა თქვა мотивация და მუღამი რომ ეს მეკეთებინე საერთოდ რა. და თან ეს მასწავლებლობა ჩემი არა აი ძალიან მშურ ზოგიერთ მასწავლებლის რომ 10 ჯერ უაუხსნიან და მე-11-ად კიდე უხსნიან. მე 2 ჯერ 3 ჯერ თუ აუხსნი და არ ესმის მე უკვე ნერვი აღარ მყოფნის რა. მაგრამ ისე გამიმართლა რომ აი პირველი მეორე ეს აი 3 თუ 4 წელი ვასწავლიდი ისენი შეხვდა ჯგუფები რომ აი იდეალური ჩათვალე რა. მე ეხლა ყველა არ გაყვა მაგრამ
ლეკვეიშვილი ისინი იცნობდნენ Google-ში წავიდა Microsoft-ში ანუ ეხლა მე არ ვთვლი რომ მე რაღაც თქვა ის პატარა წვლილი შევიტანე ან რაღაც ესენი მაინც მიაღწევდნენ სულ ყველანი ზუბაც და ისინი უბრალოდ შეხება რომ მქონდა ამ ადამიანებს ჩემთვისაც ძალიან დიდი პლუსი იყო ბევრი რაღაცებს მე კოლაბორაცია და მომავალში რამოდენიმე თანამშრომელიც იყო მე მომავალ კომპანიებში და რა სასწავლები კონკრეტულად და OpenGL-ის კურსი გავაკეთე რა იმიტომ რომ მაშინ ყველაზე უნივერსალური ის იყო რა ქვია API და აი იმ დღეს ზუბამ თხოვა და დავდე მთელი მაგ საიტის და კურსის ისა რა და მე თვითონ გამიგრა დღემდე მუშაობს და ის პრინციპში ყველაფერი დღესაც იმუშავებს თუ ვინმე საინტერესო უბრალოდ მე ვთვლი რომ ეს OpenGL ის ვერსია და ის მიდგომები ცოტა მოძველდა მაგრამ მუშაობს ვისაც აინტერესებს შეუძლია თქვა იქიდან ისა და ძალიან კარგი იყო რა ჩემთვისაც ძალიან კარგი იყო რომ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი ანუ ესე game devs კი არ ასწავლედი მე OpenGL-ს ასწავლედი OpenG მაგრამ აბელმაც ახსენა რა ვეუბნებოდი რომ აი ეს სამკუთხედი პირველი რომ შექმნიდა და დაატრიალეთ ეს უკვე თამაშია იმიტომ რომ რეალურად ყველა თამაში რასტერიზაციას უმეტესობა ეხა ray trace-ზე ეხა გადავდივარ რაც რასტერიზაციის pipeline-ს იყენებს სულ ყველა არის GPU-სთვის ანუ გრაფიკული პროცესორის არის ერთი დიდი სამკუთხედების სუპი. იმას ფეხებზე კიდე იქ მანქანა პერსონაჟი იმისთვის არის ბევრი სამკუთხედები ანუ კვადები, მაგრამ საბოლოო ჯამში პრიმიტივებია რა. იმას არ აინტერესებს რას ხატავს ეს ზემო დონეზე იცის პროგრამისტმა და სულ ენჯინმა და ასე ვთქვათ, სხვა იმე. და დანარჩენი უკვე მე თქვენ ფანტაზიაზე მეთქი და რა ვცდილობდი რომ ესე pushing გამეკეთებინა და ბევრი გაყვარა. და ალბათ გაამართლა მაგიმ. კი, აშკარად გამომართლა. კი, არა, აშკარად. თქვენი გაკეთებულია თუ იყო მე მგონი როგორც მახსოვს პოლიცია. ჩემი არა, კიდე ერთი 30 კაცი. არა, თქვენი ხო, მაგითო. მან ეხა რა ხდებოდა, ისტორია როგორ იყო, რომ ანუ რახან ბევრს ვაქტიურობდი და იქ ფორუმზე და ისა გინდა არ გინდა, ყველა მიცნობდა, რომ ამ კაცს უნდა თამაშების გაკეთება. თან ვიყავი სტალკერის დიდი ფანატი, ანუ თავიდანვე მომწონდა, სადღაც ჟურნალში წავიკითხე, რომ სტალკერი ესეთი თამაშია და 10 წელი მივყვებოდი სანამ გამოუშვეს. და ხო მილიონჯერ გადაიდო ეგ თამაში და რაღაცა და მე მოვიდა THQ-დან დანიშნეს რომ გაიყიდა ეგ კომპანია და ეს მოაჭრა და გამოუშვით ეხლა და გამოუშვეს თორე კიდე ალბათ 10 წელი ვერ გამოუშვებდნენ მაგას და მე წლების მერე ეხა მოვყვები მაგას პოლიციაში რატომ მოხდი და როგორ მოხდი ანუ მანდ რო დაიწყეს ხალხის აყვანა დამირეკეს მე რომ რომელი წელი ჯერის გითხარი არ მახსოვს ეს წლები რომ ეს მე ცოტა მე უნდა იყოს ეს რა კაცო 2006-2007 არა უკვე უნივერსიტეტში ვასწავლიდი ვიცნობდი ამათ ყველას იმიტომ რომ მე რო დაგჭირდა დეველოპერები ესენი ავიყვანე იმიტომ რომ მეთქი ეს ყველაზე ნიჭიერი სტუდენტები ესენი არიან და უნდა ისავნათ ავიყვანეთ Vertex Studio იყო ის მე მგონი ხო სწორად გავიხსენე ეს ქართული კომპანია იყო კი მე მოძებნე თუ გინდა ძალიან მაგარი ეხლა სადღაც შეიძლება PC-ზე და იმაზე არის ეგ თამაში რაღაც ის ხო რაღაცა ესეთი მიდიხარ და ტრიმატში ესე ებძოლები ტიპები თან უმაღლესი ხარ ესე ძალიან მაგარი გაკეთებული ეს ამოვანაც მე რომ მოვძებნოთ მე მქონდა სახში პატარა არ მახსოვს ის საიტი ახლა მოგიძებნით მეგობარს თხოვეთ რომ საიტი გაეკეთებინა სადაც ყველა ქართული თამაშების სია იქნებოდა და თავიდან ძალიან აქტიურად ყველა სტუდიას და ყველა არსებულ თამაშებს შეიძლება დავიმახსოვროთ ეს დღემდე თუ მუშაობს ეგ საიტი და თუ არის ისე რომ გქონდეს ესე კატალოგი მე დაგვილინკე და კარგი იქნება ძალიან ეთი რა მაინტერესებს ეს კი მაგრამ აი game development-ამდე როგორ მივედით უკვე რა ანუ აი პირველი რა იყო პირველი ეს თამაში ხო რა პირველი ესე დიდი პოლიცია იყო პრინციპში რა ხო და მანდაც ხო გავაგრძელებ ხა როგორ მოხდა დამირეკეს ერთხელ უარი უთხარი იმიტომ რომ თავრობიდან და იქიდან და შსს-დან სახელით რო ვიღაც გირეკავს არ მომეწონა და თან სკოპიქში მუშაობდი იქ მუშაობდი და ესე თავისუფალი გრაფიკი მქონდა მინდა როცა მინდა მუშაობდი დღე ღამე თავისუფალი ვიყავი ფინანსურად უზრუნო ყველანაირად რა პრობლემა არ მქონდა დამირეკეს მეორედ კიდე მე რაღაცა და ამ დროს ახსენეს არ ვიცი ვინმე მუთხრა თუ თვითონ ასე ვთქვათ ის უნდა ფასი საწევა რომ სტალკერის ენჯინის X-Ray-ისო ერთ-ერთი თავარის ჩამოყოს კონსულტანტად როგორც მე აღმოჩნდა სუტყუილად ის იმეთი მაგრამ ფული გააკეთა მაგრამ ჩემთვის ეს იყო როგორ იცი say no more ჩემთვის ნება ხმარა მომი აი ზორი რო ჩამოსული მე ხელფასი და რაღაცა რომ თქოს მეთქი მაგაზე არ ვაჭრობ არ მაინტერესებს მოდია. შენი დაიკმაყოფილი რა ტიპი გაიცანდი ხო ანუ? ხო, მართლა ჩამოვიდა. მართლა კი. სტალკერის ერთ-ერთი სცენარისტი ჩამოიყვანეს მე უბრალოდ ისე გავიცანით რა ასე ვთქვათ ეს ტიპები და ის მართლა ერთ-ერთი
როგორ იცი, აი ეს გრაფიკაში კომპიუტერულ სოფლიოში ერთ-ერთი ისეთი ტიპია, ცნობილი ადამიანია და ძალიან lower level-ზე ესე ვერსად ვერ ნახავ და გამოდის და ლაპარაკობს არა, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს რა. აი რაღაც სადღაც ვიღაც ალგორითმი ერთ-ერთი აი თიმში, კორე თიმში სადღაც არის და რაღაცა გააკეთა იმან რა ესეთი. ხო და ეს ჩამოიყვანეს რაღაცა იქით, არაფერს არ აკეთებდა ის უბრალოდ იჯდა იქ ფულს იღებდა, კაი დიდი ხელფასი ჰქონდა და ჩვენ ესენ Unreal, რაზე გავაკეთოთ და ისევ ჩვენ ავარჩიეთ, მაშინ იყო Unreal უფასო არ იყო და UDK. Unreal-ის კიტი იყო რა. ანუ source code არ ქონდა. მაშინ Unreal ფასიანი იყო. ხო და ანუ დაბილდური ვერსია იყო Unreal-ის ჩათვლილი, უნდა 13 თუ დაკარშებოდა კარგად იყო. ვერ გაიგებდი რა ხდება და სად ხდება. მაგაზე აწყებთ და წელიწად ნახევარი ვაკეთებდი და პრინციპში ჩვენ სწავლობდით იქ რაღაცეებს და ნუ double-doing C++-ზე წერდი მაშინ და ვიზუალური ისიც ქონდა მე. და სცენარისტები მაგას იყენებდნენ. და არტისტებიც მანდ გავიცანით ბევრი ხმის ანიმაციის იმის და ეს თიმი ასე თუ ისე ჩამოყალიბდა რა. ეს პირველი პოლიცია რო ეხა რო უყურებ რა ის იყო. ეხა რო დამსვა ერთ თვეში გავაკეთებ ორივე თამაშს რა მარტო თქვა. და მაშინ აი მთელი ისა და აი რაღაც ბევრი კურიოზები და რაღაც აქ იარაღები წარმოიდგინე ანიმაციაში მე ცალკე იარაღების ანიმაცია რა ის დამთხო აუ რა დრებზე ვწავლობდი ერთი კითხვა მაქვს სანამ მაგ თემაზე და არ ჯერმე ერთი თემა ანუ ის voice აქტორები ვინები არიან პროსტა ანუ მაგის ზოგი ჩვენი იყო ზოგი ვიღაცა და მსახიობები დავიქირავი ვიღაცა მსახიობები დავიქირავი ზოგი ერთი ორი შეიძლება სტუდიიდან იყოს ზუსტად ეხა აღარ მახსოვს რა მაგრამ კარგი რა იყო იცი მოკაპ სტუდია მოითხოვეს ანიმატორებმა უყიდეს ჩამოუტანეს პირველად იყო მე მგონი მაშინ საქართველოში და აუ ეს ძალიან დიდი ამბავი იქ და მთელი ისა ანუ გამოცდილება მაგარი შეიძინა როგორც გუნდმა ასე ვთქვათ რა სერიოზულად პირველი გამოუშვით მეორე გამოუშვით მესამეზე მე რაღაც ვიდეოები და ისინი დავდე მე არ იყო დასრულებული მაგრამ ყველაზე მაგარი მესია მე ის მესამე იყო რა ძალიან კაი მექანიკა დაუსრულებელია მაგრამ ის ყველაზე ისეთია რა ერთ-ერთი ადვანსი თამაშია რაც ეხა რო უყურებ რა გაკეთებული და ეხა წეგარო თქვიო თან ეხა მაიცა სადღაც შუაში რო ვიყავით მე მოვძებნე მექსიკური სტუდიო Larva Game Studios რომლებსაც ჰქონდათ Unreal-ის ლიცენზია ოღონდ ის უკვე source code-იანი ხო და რაღაც ესე არ მახსოვს мотивация რა იყო უბრალოდ ესე იცი რა გამახსენდა პირველი პოლიცია დავდე ის სადღაც უცხოურ ფორუმებზე ვდებდი და მეორე პოლიციის ვიდეო და იქ ერთი ამათმა რეპრეზენტატივმა ვინც იყო ამ სტუდიას წარმოადგენს იმან ნახა რომ 6 თვეში რამხელა პროგრესი გავაკეთეთ აქიდან აქამდე ანუ მეორე უფრო სერიოზული იყო გაცილებით და დაგვიკავშირდა რომ ჩვენო Unreal-ზე პროექტს ვაკეთებთო და რაღაც ესე აეწყო და მე ავდექნა მენეჯმენტს მიუტანე რა იქ შსს-ში მეთქი ესეთი ის არის შემოთავაზები და სტუდიის ნახევარი ამ დეველოპერები და არტისტების ნაწილი დავიწყეთ მუშაობა იმაზე ოღონდ იქ კიდე დამატებით ხელფასს გვიხდიდნენ ცალკე აუთსორს და მე ყველაზე მისურდებოდა Epic-ის იმაზე მოგწეს SON-ზე ისა და პირველი Unreal-ის source-ი და Gears of War-ის source-ის რაღაც მიგდია ეხლა და რავი რომელი Bulletstorm-ის source-ი ყველაფერი ეს რეპოზიტორიებიც დავკაჩეთ არჩევდით თელამში ანუ Unreal 3-ზე ყველაფერი ქონდა და ეს იყო რაღაც ძალიან მოვლენა და იმათთან მე აი ხან თამაშობდი მე game dev-ში რო გავიცანი და იქ წავედი და სტუდიოში ის ბიჭები ვინც იქ მუშაობდნენ იმათ შევხვდი პირადად და იქ თუნდაც ძალიან ბევრი პრობლემა ის სტუდია მოკლედ დაიშალა რა და იქ მენეჯერს დაძდებდნენ და კედლებიდან იმას ხედავდნენ რაღაც ანუ ვალი ქონდათ და კაბელები ამოიღეს ლამაზი ის წაიღეს იქ თავის პრობლემები ქონდათ მაგრამ ჩვენ მივიღეთ მაგარი გამოცდილება ამისგან ამასობაში აქ რაღაც სიტუაციაც შეიძლება მესამე ნაწილი ვერ გამოვიდა ეს სტუდია დაიშალა რა ვქნათ ეხლა სულ ყველანი ვიძახოდით და საბოლოო ჯამში იმ თიმიდან ორი სხვადასხვა game dev სტუდია ჩამოყალიბდა Flying Cat Games და მე აქეთ Tomb Raider-ი გამოვიდა რა და ორივე მე ეს იმ წარმომადგენლებს ველაპარაკე სხვათა შორის ჩვენი სტუდია რო იშლებოდა და ისიც რო რაღაც არ გამოდია რა ვქნა და აი ესეთიო რაღაც ფორმა გამომიგზავნა აქსელერატორზე გაუშვიო რა შევაგდე არც მახსოვდა და 6 თვის მე გვირეკებენ თქვენ რაღაცა იქით გახვედით ეს მაგრები ხართ რაღაცა ჩვენ აი ეხაც მახსოვს რომ რატო აგვირჩიეს ჩვენ რა ბიჭო რაღაც ის აი კომპლექსები ქონდა მაგარი რა გასაუბრებაზეც რო გველაპარაკეთ ჩვენ რა აი რა უნდა ჩვენ რას წარმოვადგენთ ეგეთები იქ რო ჩავედით ხო ის იმათი პროგრამა ეხა ესტონეთში კომპანია რო დავაფუძნე რაღაც
აწყობილი იყო მთლიანად და ვერც გაამტყუნდე. მაშინ მობილური იყო, ასე ვთქვათ, პოპულარული და მობაილ აპლიკაციებზე და ამაზე და KPI და ისე და ესე და როგორ უნდა ბიზნესი ააწყო და ესეთ რაღაცეები, რომელიც წარმოდგენაც არ ქონდა. ენტერპრენიორი სიტყვა არ ვიცოდი. მე გავიგე რომ ჩამოვედი რა იყო, სტარტაპი რა იყო, ეხა რო ყველას ასე ვთქვათ პირზე აკერია და აი მას ეს როგორ დაპიჩო და ყოველ დღე მენტორებს ხვდები და მთელი ასეთი იმაში და ნელ-ნელა რომ რა მაგარ ხარს ხვდები მე ამერიკაში წავედი Sony-ში მიგიყვანეთ Microsoft და აი ესეთი თვალები GDC-ზე მე წლების მე S3-ზე ხა აღარ არის მაგრამ მოასწარი და ეს იყავით სასრულები როგორც კომპანია ხო თქვენ ანუ აქ კომპანია რო ქონდა იქიდან რომ მოწვევა მოგვივიდა იქ დავარეგისტრირეთ მე აქ უბრალოდ პირობითად ქონდა კომპანია რა ასე ვთქვათ და მეორე გუნდი რომელიც Flying Cat Games ერქვა და მე Jump for Fall-ად გადაკეთდა. იმათაც შემდეგ ბაჩზე ისინი წავიდნენ უკვე. და რო ჩამოხოთ ხო და მან მივდივართ მე Game Jam-ამდე ისინი რო ჩამოვიდნენ ზუსტად. და აი იქ მოკლედ ეს ის რო გავიარეთ ასე თუ ისე და დავაფუძნეთ კომპანია და მაგრამ ერთადერთი რაც ეხა რეტროსპექტივაში რო უყურებ ჩვენ ვიყავით PC game-ების და ესეთი და იქაც პიჩავდით PC game-ებს და აი იქ იყო რომ კარმაკისის ვნახე და VR headset-ი ვიყიდეთ და აი ეს პირველად რო გავტესტე რაღაც ბანძესის დრაკონის დემო იყო რაღაცა და დრაკონი ვარ მეთქი ამოზე მაგარი რა მაგარი ეს ფთება აი რაღაცა უბანძესი დღეს ის მეც პატარა ვიყავი მაშინ ასე თუ ისე 13 წლის გეიმი ხო და ეს დევკიტი ამერიკაში ვიყიდეთ და იქ ჩემ ახლობელთან ჩავიდეთ და წამოვიღეთ იქიდან რა და ეს რა მაგარი რა აუ და ხო გეუნები აი და მე кайფებია რა რო ავდექი აი წავიქეცი მართლა პირდაპირ მეთქი ეს რა მაგარი რაღაც ანუ პირველი შტაბეშტილებო ძალიან მაგარი ეს პირველი დევკიტიც ძალიან დაბალი გარჩევადობის მაგრამ მე რო ჩამოვიტანეთ აქ საქართველოში მე მგონი ერთ-ერთი პირველები ვიყავით არა ერთს ქონდა კიდე მე რო ვიკითხე რო ხალხს რო ვაჩვენებდი როგორი რეაქციები ქონდათ პარიზის გამოფენაზე რო ვიყავით იქაც არ იცოდა ბევრმა და ჩვენ ვიყავით პირველები ვისაც ვანახე ვიდეოები გვაქვს და რო იქცევიან ხალხი და ვიჭერთ და მთელი მაშინ ეს ძალიან პირველი ეტაპები იყო ხო VR-ის ანუ პირველი დევკიტი იყო ერთ-ერთი და ეს ხო გეუბნები პარიზში თამაშების გამოფენაზე მე მგონი მარტო ჩვენ ქონდა რო დემონსტრაციას და ჩვენი ის მთელი ის იყო იმაზე აგებული რომ ჩვენ გვინდა ერთ-ერთი Microsoft-ის და იმის წარმოადგენელი ჩვენ გვინდა VR-ი და ეხა რო უყურებ პრინციპში ვამბობთ Battle Royale თამაშს ვაკეთებთ თქო მაშინ უბრალოდ ეგ არის ანუ პრინციპი ეგ იყო რა რასაც ჩვენ ოღონდ VR-ში თქო რა ესეთი ის იყო ამას პიჩავდით იქ რა და თელი მსოფლიო მაშინ იყო აი ხო გეუნები Angry Birds და ისინი და ყველა იყო მობილური ჯერ არ იყო ხო Battle Royale ასე თუ ისე მოხდილი თუ Battle Royale ეხა რო უყურებ რასაც ჩვენ მაშინ პიჩავდით აღწერთ Battle Royale იყო პრინციპში არა მოხდილი თუ იყო თვითონ მაგრამ ეგ წლების მერე მოვიდა ეგ ტერმინი და მთელი ამ რას ამბობ საერთოდ ეგ პრინციპში ეგეთი რაღაც მაგრამ ეხა რო გავიაზრე რა ეგ იყო და მე რო ჩამოხვედით მაქედან რა ქენით ხო და მე რო ჩამოვედით აი ალბათ სწორიც აი 50-50-ზე რო ბოლომდე ვერ არა მობილური თამაშების კეთება დავიწყეთ ძირითადში რა მე ვაგრძელებდი VR თამაშებს პარალელურად მაგრამ ძირითადი კომპანიის მიმართულება ეგ იყო და გავაკეთეთ ალბათ 40-50 დავარელიზეთ რა ყველა პლატფორმაზე ყველა ეს შეკვეთით იყო თუ არა ჩვენ თამაშებს ვიგონებდი და ვაკეთებდი და შტამპავდი სადმე არსებობს ეს თამაშები რამე ბენეფიტი ქონდა თქვენთვის ამას კი ანუ ზოგი გავარდებოდა ზოგი საერთოდ არა და მე იმის საპორტს შევწყვეტავდით და ასე და აი გავარდნას რას ვეძახდით აი რაღაც რაოდენობის იუზერები იყენებდნენ ამას იყიდებოდა ნუ უმეტესობა free to play იყო პრემიუმ თამაშები თითქმის არ გაგვიკეთებია და რეკლამები და ასე თქვა და მე იქ რო ვიყავით ესტონეთში გავიცანით cash play იყო ეგეთი ის ანუ თამაშებში ბეთები რო გააკეთო და რაღაცა და იმათთან და ჩავძმა გაცდით და რაღაცებზე ამაზეც ვიყენებდი და მე GDC-ზე რო ვიყავი ერთ-ერთი ცნობილი რესტორანი GDC-ზე სადაც აი ფარტი და რაღაც game dev-ები რო იკრიბებიან და იქ ჩემი თამაშია ეს მეთქი რაღაც ივენტი ჩაატარეს რო ვინც მოიგებდა რაღაცა ფულადი პრიზები და ის იყო და ეს მაგარი ის მახსოვს რა გწნობა და Nvidia-ს რაღაც გიჟირ ფარტები და რაღაცეები, აი სასწაული ის იყო რა. ეგ ივენტები ზოგადად კაი ის მგონია რა. მაგრამ არის ესეთი ნათელი და ბნელი მხარე რა, ბნელს რას ვეძახი, რომ რაღაც ფარტიები და ისენია, რომელზეც ვიღაცას უნდა იცნობდე. აი ეგრე Nvidia-ს იმაზე მივედი და 2 კილომეტრიანი რიგია რა შესასვლელზე. ანუ ყველა მიცის რომ Nvidia-ს აქ მაგარი ფარტი შეგით რა ხდება არავინ არ იცის. და იქ დამინახა ტიპმა, რომელიც მუშაობდა
იმის ფინეთის NVIDIA-ში, რომელსაც შევხვდი ამ ესტონეთში ბარში. და იქაც რომ დავინახე NVIDIA-ს ბეჯი ქონდა, მივედი და NVIDIA მეთქი როგორ ახლა რა. და ისე გავიცანი, ამ ტიმა დამინახა მომკიდა ხელი და შემიყვანაში. თუ არ იცოდა რა. ხო და ანუ ესეთი რაღაცები ბევრია. მე დღემდე მომდის რაღაცები რო ვიყავი ამ იმებზე, ანუ იქ რო გავიჩითე, რა თქვა ამ სასტავში დღემდე მოწვევები რომ აი ხა ეგ ივენტი გვაქვს და რაღაცა. Team Ready ცოტა მერე გახდი ალბათ, ხო? Team Ready? რა ქვია იმ NVIDIA და versus AMD ხომ ეგრე მაშინ თავიდან თუ დავიწყებ, თავიდან ATI იყო და ATI ვიყავი და პირველად რო წავედი სან-ფრანცისკოში. ATI რა არის ბოდიში? AMD მიყიდა წითელი Team Ready ეგ იყო თავიდან ორიგინალ. და რაღაცა ეტაპზე მეხუთე თაობა გამოუშვა, ზუსტად მაგ დროს ვიყავი ამერიკაში და იქ მინდოდა ყიდვა მაგის 5800 იყო, ის სხვა 5800. მე ისე გადანომრეს. ისეთი საშინელება რომ აი ცხელდებოდა რაღაცა და პირველად ვიყიდე 9700 Pro თუ რაღაცა იქ ვიყიდე. ბრაკი შემხვდა და გავაგზავნე იქ ქარხანაში არ მიჯერებდა გამომიცვალეს მე. ხო და აი ფერი როა და ეგ დემო მაგას მოყვა რა ესეთი ფერია როა ხეზე როზის და ესე ატის დემო და ატი მომწონდა რატო და მე NVIDIA-მ რა შეაჯობა რა დოკუმენტაციებს ძალიან ხშირად დებდნენ SDK ძალიან დეტალური ქონდა და მაგარი ის იყო რა და NVIDIA მაგაში აჯობა ზუსტად რომ 10 ჯერ მეტი დოკუმენტაცია და საპორტი და სამთაობაში მე 8800 გამოუშვა მაშინდელი 8800 და აჯობა და იმის მერე ვეღარც ამოყო ATI-მ თავი და იყიდა ხა AMD-მ და ეს ფაქტობრივად ეს კარტები რო გამოდის ხა 7 XT და ისინი იმის ზუბამაც აგვიხსნა მაგაზე რაღაცეები რა რომ NVIDIA-ზე game development-ი გაცილებით პროცესორებს თუ ისა Intel-ისა AMD მომწონს დღესაც რა ვიცი. აი გრაფიკულაშიც AMD-ს იყენებ? ანუ მე პირადად თუ ესე დღეს ესე არჩევანი მიწევს პროცესორებში ესე, მაგრამ გრაფიკაში რავი AMD-ს 90% აქვს და ეხა Intel-ი არ კით რაღაცებს ცდილობს და რაღაც თავისი ნიშეიპო ნახოთ რა. ჩემი აზრით ცუდია კონკურენციის იმისთვის რომ ფეხებზე კიდე აი სკანდალი იყო წინაპირას თუ გახსოვთ 5060-ზე პირდაპირ და ერთი 50-ის ნახე ვიდეო რომ გამოვიდნენ და დაადეს რომ მოისყიდა ჟურნალისტები. და პირდაპირ ამბობენ რომ მოისყიდა ჟურნალისტები, მაგრამ ფეხებზე კიდეა. იმიტომ რომ მონოპოლისტია დღეს. უკვე ეგეთ სკანდალები ფეხებზე კიდე. და შენ რომელი ხარ, რომელი გრაფიკული კარტები? ნდი. რაღაცეებისთვის შეიძლება თქვა აი ავაწყოთ ბილდი რომ თქვა გავტესტო უბრალოდ რაღაცა ნახო რომ მუშაობს თუ არა, მაგრამ დღეს ახლა ფაქტიურად AMD-ა. მაგრამ პროცესორი და ლეპტოპსაც თუ ვიყიდი მირჩენია AMD იყოს. რამე მიზეზით თუ პრეფერენსი? უბრალოდ თუ ძლიერია. დენის იმას შეხედე და თავსებადობა აღარ არის პრობლემა და რაღაცა ნუ ცოტა დრაივერებზე რაღაც ხანახან აქვთ ხოლმე ციკები, მაგრამ რავი ახლა დენის მოხმარება წარმოდობა კოეფიციენტი როა იყო მშვენიერია, ფასი მშვენიერია. მაგას უყურებ ხოლმე დენის მოხმარებას, როცა როგორ არა დენის მოხმარება პირდაპირ არის, რამდენად ცხელდება, რამდენად ის არის, რამდენად დიდხანს გაგიძლებს ტრანზისტორი და ასე შემდეგ და ასე long term-ში. ხა თუ ყოველ სამთოში ცვლი რა პრობლემაა, გინდა ისე ეგრე, გინდა ისე. სამთოში ვერ შეცვლი. და ფანატობაც არ არის ხა რაღაცა თუ თქვა და აჯობებს ან რაღაცაში მომეწონება. ეხა მეორე მხრივ ეს ბოლოს რო efficient core-ები და ისინი შემოიღო და ლეპტოპი ეს კარგია რა, მომწონს რაღაც ფიჩერები, მაგრამ ეგ არ ვიცოდი მაგას ყურადღებას აქცევდა, იმიტომ რომ როგორც წესი გეიმერი ტიპები განსაკუთრებით რამდენად ჩქარია და სიტყვაზე 20000 ქულას რაღაცა benchmark-ში რო წერს და სამჯერ ნაკლებს მოიხმარს, რატო უნდა ავირჩიო ის, თქვა და ანუ ის უფრო გაცხელდება, ვიცი, ის უფრო მალე რაღაცა პრობლემა ექნება და თვის ბოლოს უფრო ცოტა მოა გადასახადი. არა, ეგ ეხა დღეს რავი, არ მგონია ესეთი დიდი ფაქტორი და პრობლემა იყოს. ხო, ეგ არა. იცი რა მაინტერესებს? ეხა წერან რო თქვი რომ AMD-სოდ გასატესტად თუ გამოვიყენებოდა, შენ ხო Unity-ზე წერს ძირითადად. კი, მაგრამ უყურე რა ხდება იქ drive 1000 კომპიუტერზე როცა აკეთებ, ეხა კონსოლებზე როცა აკეთებ და იქ ფიქსირებული hardware-ი გაქვს, ან რაღაც პლატფორმაზე როცა აკეთებ, სადაც იქ არ არის პრობლემა, მაგრამ აი ვიღაცა წერს რომ ჩემთან თამაში იკრაშება. და იქ ლოგში ჩახედავ რომელიც მოგდის არეპორტებს იქ სერვერზეა და აი ეს პროცესორი და ეს შეიძლება რაღაცა იმ დრაივერის იმას ხონდა გასცე პასუხი რატო არ მუშაობს ამას. აბა NVIDIA-ზე იმებს რო აქვთ ფერმებია, სადაც ესე ავტომატურად თამაშებს უშვევენ და ტესტავენ. და მე დრაივერის აპდეიტი რო გამოდის, დუმი რო გამოვიდა ახლა და ახალ დრაივერი რო დაკეთე, იქ დუმის კონკრეტული დუმისთვის რაღაც ოპტიმიზაციები დებს და ბევრი რაღაცები ესე, იმიტომ რომ ამას ესე უშვებენ, ტესტავენ და მე რაღაც კოდის ფრაგმენტებს იმებს ნახულობენ იქ და ამას პირდაპირ დრაივერში აკერებენ ბევრ ამას. როგორც კი ჩავიწერე ეგრევე NVIDIA-ს აპდეიტი მომივიდა მეც,
კონკრეტულად ყველა ახალ თამაშზე ესე ხდება რა, რომ გამოდის აი ამ თამაშისთვის კონკრეტულად რაღაც ოპტიმიზაციებს აკეთებს. Nvidia მაგითი ჯობნის რა, რომ რესურსები აქვს, ტესტირება, აი მაგითი მოუგო თავის დროზე ჩემი აზრით აი ამდენს, იმიტომ რომ იქ უკვე იმათმა ვეღარ გაკეთდა და სოფტვერით რა, ჩათვალე სოფტვერით, იმიტომ რომ hard software-ის garaში ახლა 50%. იდეაში ხარვეზიანი რომ გამოვიდეს ეგ აპდეიტი რაღაცა დრაივერი რა გრაფიკული იმზე ხო ავტომატურად ნიშნავს იმას რომ ის თამაშების ის დაეცემა რაღაცა არა ანუ ხელი შეეშლება ანუ ფაქტობრივად მასეთ კომპანიებს შეუძლიათ თამაშების ბაზარიც გააკონტროლოსავით ბევრი რაღაცა აი რაღაც გამოჟონავს ხოლმე ესეთი ინფორმაცია რომ აი იმას რაღაცა ესე ვთქვათ გადაუხადანის რომ იმის პლატფორმაზე უფრო ოპტიმიზირებული იყოს და იმის აი ისე იყენებდეს რაღაც ფიჩერებს იქ რომ იმაზე უფრო მეტი კადრი წამში ან უფრო ეფექტურად იმუშავოს. ხშირად ხდება და ეგ რავი ნორმალურიც ვერ დავარქვი, მაგრამ ნორმალურია თვეამდე ბიზნესში. რამდენად მომგებიანი იყო ის მობილური თამაშები რაც წაკეთებდით და მე რაც გადაერთეთ? ხო და თუ შენ ის ჭიას იხარებდით თუ არა მობილური თამაში? ხო და აი მაგას ვიძახი რომ მაგ პერიოდში მე ასე ვთქვათ პირადად მე და ესე მაინტერესებდა და VR-ზე ექსპერიმენტებს ვაგზელებდი. და Leap Motion იყო ეგეთი კომპანია, მე მგონი დღესაც არის, არ ვიცი. ხელების ტრეკირება ქონდა, ესეთ პატარა device იყო და ხელების ტრეკირებას აკეთებდა. დღეს უკვე პირდაპირ headset-ი აკეთებს მაგას რა. იქ შეგელო USB პორტზე მიგიერთებინა headset-ზე და ფაქტობრივად აქ სკოჩით დავამაგრებდი და ხელების ტრეკირება ქონდა. ან უბრალოდ კომპიუტერის მართვა და ის თუ გინდოდა რა, სულ არ გინდა VR-ი. მაგრამ იყო. ხო და მაგან გამოაცხადა კონკურსი. და მაგ დროს გავაკეთე რაღაც პროტოტიპი იყო მაგიას და იმებს ხელებით აკეთებდი რა, კასტავდი ეს სპელებს და რაღაცეებს. და 10000 არა 2000 კომპანია და ინდივიდი იღებდა game jam იყო ჩათვალე ერთი დიდი. ეს მახსოვს საიდან გაცდა. ხო, და მან დავიღე მეორე ადგილი როგორც კომპანიის აი პროდუქტით რა. და მე გავაკეთეთ მაგის ქსელური ვარიანტი, ერთმანეთს ვებრძოლებოდით, ხელებით ესე რაღაც დავფრინავდით კოსმოსში, ასე ვთქვათ და რაღაც ბაფებს და იმებს ვიღებდი და ძალიან მღომიანი იყო. ეგ თამაში და ეგ იყო პირველი რომ გავარდა როგორც VR-ის თამაში, ოღონდ მაგაზე არაფერი 10000 მოვიგეთ და ვიდეო კარტა და რაღაც hardware-ები გამოგვიგზავნეს მაშინ რა და ეს ისეთი ბუსტი იყო რა, კარგი კონფიდენსის ასე ვთქვათ. და მე დავიწყე ზომბების თამაში იყო VR-ზე, მაგის კეთება დავიწყეთ კომპანიამ რა. და ეგეც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თამაშია, მეგონი რაც საქართველოს Steam-ზე და Steam-ზე მაშინ Greenlight-ი იყო. ეხლა ხო პირდაპირ $100 იხდი და ნებისმიერ პროექტი შეგიძლია და Greenlight-ი არის community გაძლევდა ხმას, შენ თამაში უნდა ნახონ თუ არა Steam-ზე. ხო და კარგიც იყო და ცუდიც იყო, იმიტომ რომ rigged იყო, მე რაღაცებს მოისყიდა და როგორც ეხა ხდება რა, 10000 ბანგლადეშელი რო უცებ საიტზე subscription-ს იკეთებს. მაშინ ზოგი, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა ფილტრი იყო ეს თავის დონეზე რა და მანდაც დავდეთ და ერთ კვირაში უცებ Greenlight-ზე გავიდე, იმიტომ რომ ზოგიერთი სტუდიამ შეიძლება 2-3 თვე და ისეთი ის არის რა, Greenlight-ში ჩარჩენილი იყვნენ რა პროექტი. და ეგეც ის იყო და ეს Mark Rein-Hageni იცნობთ მაგას? Game Jam-ებზეც იყო. Vampire Masquerade-ის და იმის სცენარისტი იყო, საქართველოში ცხოვრობდა, ეხლა გადავიდა, წლები ცხოვრობდა, აქ ცოლი მოიყვანდა რაღაცა. ანუ Vampire Masquerade ერთი ძალიან ჟანრის კლასიკაა რა და ბევრ სხვადასხვა ესეთ თამაშების სცენარისტები და მაგარ რაღაცებს აკეთებდა და მე I'm Zombie და იმებს და მაგას ვთხოვე რა, მეგობრობდი მაგასთან, Game Jam-ზე გავიცანი პრინციპში. რომ ამის რაღაც ელემენტები და ისინი გაგვიკეთა რა. და საინტერესო თამაში გამოვიდა VR-ზე. რამდენი ხანი აკეთებდით? წელი. არა, ეგ იცი როგორი პროექტი იყო, გავაკეთეთ, გამოუშვა და მე სულ აპდეიტები და რაღაცები გამოდიოდა. რაღაც კუნძულზე ხარ და ზომბების ინფესტაცია ხდება და ღამე მერე ყველგან ზომბები ასე ვთქვა და უნდა შეიკეტო და რაღაცა საინტერესო მექანიკები იყო პირველი. ხდება ეგეთი თამაშების. აი რომ მე უყურე რა ხდება. აი ეგ მაინტერესებს. ეხა რა ხდება? ეს თამაში ნუ გაიყიდა, ეს პრემიუმ თამაში იყო რა, Steam-ზე დავდეთ, გაიყიდა, ესეთი ფიდბექები და ეს დიდი არ ქონდა, იმიტომ რომ მაშინ გამოცდილება დიდი არ ქონდა და ბევრი რაღაც. თან VR-ი როგორი თემა იყო, იცი? არავინ არ იცოდა VR-ისთვის როგორ უნდა აკეთო რამე. ანუ რა არის სწორე, UI როგორი უნდა იყოს, user experience-ი რა, ანუ ყველაფერი იყო terra incognita. შენ უნდა მოგეგონა რაღაცა როგორ დაარენდერო ეს, როგორ გააკეთო ის, როგორ დაოპტიმიზირო. ეს მზა რეცეპტები არსად არის. და თან ახლა Unreal-იც ვიცოდი და Unity-ს და Unity ავირჩიეთ, იმიტომ რომ მაშინ Unity იყო პირველი, ვინც რაღაც აპდეიტი რო გამოდიოდა, ეგრევე Unity VR-ის იმას დებდა და Unreal ყოველ 6 თვეში ერთხელ და ძალიან ნელი იყო და მაშინ აი Unity-ზე ეგრევე Unity ავიღეთ და მე ეს treadmill-ების კომპანია, treadmill-ები ხო იცი ესეთი რაღაცა რო. კი. საშინელებაა, ჩემ დღემდე ვთვლი რომ საშინელებაა, იმიტომ რომ ეგ არ არის VR-ს. აი Disney აკეთებს, ის არის ძალიან მაგარი.
ეგეთი პატარა გორგოლაჭებია omnidirectional-ი, ბევრი ხალი ჩასავით არის და ნებისმიერ ხალხს დადიხარ და უსასრულო შეგვიძლია იარო, ეგ არის ძალიან მაგარი, ოღონდ ეგ ჯერ public არ არის თავისთვის რაღაც იმისთვის უნდა ეთყობა, ატრაქციონებისთვის. მაგრამ ეგ არის ძალიან მაგარი ტექნოლოგია ჩემი აზრით, ყველაზე მაგარი ეგ არის, ანუ და აქ სპეციალური ფეხსაცმელები გინდა, რომელიც რეალებს რაღაცა ესე ჭოჭინასა, რაღაცა ძალიან არ მომწონს, მაგრამ ერთ-ერთი კომპანია იყო Omniware ქონდა და ისინი ატარებდნენ კომერციულ ესპორტის რაღაც ივენტებს და იმეებს და ესე ვიპოვე და აუკავშირდი მეთქი ჩვენ ეს თამაში გვაქვს რაღაცა დაინტერესდნენ და გაგვიკეთეთ თუ ამისო თქვათ ისეთი ვერსია რომ ბევრმა ადამიანმა ერთდროულად ითამაშოს. ანუ აი ინტერნეტ კაფეს პონჩი, მაგათ ბიზნეს მოდელი ეგეთი იყო 4 თუ 5 უდგათ, შედიან თქვა 4 მეგობარი შედიხართ, გაიკეთეთ ეს, 15 წუთი ითამაშეთ, ფული გადაიხეთ, ხო. ეგეთი ისე და ესეთი ვერსია გავუკეთეთ და იქ გავარდა იმ პლატფორმაზე და იქ ჩემპიონატები იყო, რავი. დღემდე არის მე მგონი ბევრგან და ვიღაც ძალიან ცნობილი იუტუბერის ვიდეო როგორ მოგზაურობს რაღაცა, თუ კაფეში შედის და ჩვენი თამაში თამაშობენ და ლოგტის იცელა ვერსია შემდა, აუ ისა კიდე ჯეიმი Game of Thrones-იდან რო იყო, ხო იცი? ეგ ერთმა გამომიგზავნა, აი ეგ ნახე ჩვენთან ვინ მოვიდა შენ თამაში თამაშობს და რაღაც ეგეთი მაგრამ ეგ თამაში კარგი მაგრა გავარდა რა. უბრალოდ აი ჩვენთან და ზოგადად ანუ იმ პლატფორმაზე და იქ იყო ძალიან ისე კარგად იყიდებოდა რა. და მაგ პერიოდში იყო რომ გადავწყვიტე მეთქი მე მინდა მარტო VR თამაშების კეთება. და ეხა მანთხარ ხო ანუ VR თამაშები. და არაფერი სხვა არ მინდა, არ კომპანია ისა, მე თვითონ და დავჯდა და ვაკეთო და ვარესერჩო და რაღაცეები და ერთი 5 თუ 6 თამაშის პროექტი მაქვს ეხა დაგეგმილი, რომელიც უნდა გავაკეთო შემდეგ წლებში და გამოუშვა. ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და აი ამ ეტაპზე ვარ ამჟამად. აი ეხა მოვიდათ რომ მე მგონი მოგვიყვე ზუსტად რადგან VR-ს მივადექით. ზოგადად ჯერ უფრო მარტივ კითხავს და ისო მე მაგალითად ეხა თამაშებს თამაშობ, ოკეი, მაგრამ მაგალითად VR-ის თამაში, ანუ არასდროს არ დავინტერესებული, იმიტომ ესე ვერ ვხედავ რა რაღაც YouTube-ზე რო გაიჩიტოს, რომ აი რაღაც VR თამაში ისეთი მაგარია, რომ მეგობრებთან ერთად ვითამაშო. დღეს რამდენად accessible არის ჩვეულებრივი გეიმერებისთვის VR-ი და მაგალითად ღირს თუ არ ეხამე, რომ გავტესტო, წავიდე ვიყიდო და არის დღეს ბაზარზე ისეთი თამაშებითიც გაერთობი და ჩემი ოქრო სტანდარტია დღემდე მართალია 5 წლის წინ გამოვიდა Half-Life Alyx-ი არის პირველი თამაში აი VR-ზე ეს გაპოლიშები ბოლომდე ვალვეს გამოშვებული. ბევრი სხვა თამაშებიც არის, მაგრამ ეს არის აი რაზეც სწორდები ყოველთვის როცა რაღაცას ვაკეთებ. აი Alyx-ი. აი როგორ გითხრა, პირველად თან პოსტსაბჭოთა რაღაც ესეთი ის არის გაკეთებული და ისეთი ქუჩები და ისენია, მეთქი ბავშვობაში სოლოლაკში ზმაკაცთან ხშირად დავდიოდი, აი იგივე გარემო და ის არის და ძალიან რეალისტური და თან ხო გეუბნები, ტვინი ავსებს ძალიან ბევრი მეებს, შეიძლება გარჩევადობა დღეს ისეთი არ არის, რაღაცა მოცულობით ხმა მერე შემოვიდა, რომ აი დააპოზიციო რომ საიდან გესმის და ესენი, მაგრამ ბევრ რაღაც დეტალებს ავსებს, ძალიან ერთი დემო იყო მახსენდება, იქ ხშირად ვაჩვენებდით ჯიტას ივენტებზე, მაგრამ უბრალოდ მზესავით რაღაცა ბურთია, რომელიც ანათებს. და ძალიან ბევრ ადამიანს უთქვია, რომ სიტყვა ვიგძენიო, ეს აი ხელები რო გავწიო, ხელები როგორც აი მსახიობები რო როლში შედიან და ჭრილობა და მართლა უწითლდება და ეგეთი ის არის რა, ტვინი ბევრი იმეებს ავსებს. და რეალურად ეხა ჯერ ეს კიდე არ გახდება მეინსტრიმი, ჩემი აზრით ერთი 5-6 შეიძლება 10 წელიც, მაგრამ მეტამ გააკეთა ძალიან დიდი ის ამაში. ოღონდ თავიდანვე ეს მეტავა Horizon World-ი და ის რო დაანონსა, ჩემი ის იყო რომ ესენი მეთქი სისულელეს აკეთებენ, არ გამოუვა და ტყუილა ფულს მიაფშნიან და ტყუილა ფული მიაფშნიან. ჯონი იყო მაგის ჰედი ხო? CTO იყო მეტაში, Oculus-ში იყო ჯერ. მე ის სხვათა შორის მაგას შენახვედი სურათიც მაქვს იმასთან, Oculus-ის იმას დამაარსებელთან. ეგ მოგვიცი რომ მაგას დავდებთ იქ. იმასთანაც ინდიას იმასთანაც მაქვს. ყველაფერი მოგვიცი, ყველაფერს ამგვანად. ხო და ივენძეს იმაზე ვიყავ GDC-ზე და ახლობელმა მომცა ისეთი დეველოპერის კი არა იმის იმის პასი რა ვერ მოასწარი კიდევ რომ ჩავედი. და დილა შევედი რომ აი ალაგებენ რაღაცეებს და აი კომპანიები რო ჯერ ლაგდებიან არ არის გახსნილი რა. და ეს რაღაცა ბუცი უცე ვიღაცა კურტკიანი ესეთია რაღაცა იქ და ვა მეთქი Nvidia სურათი გადავიღოთ ეს ვაკიდან ისამაკდა ხო და რა ვსყვებოდი ჯონიო Oculus-ი ხო Oculus-ში იყო და მე მეტამ რო იყიდა იქაც გადავიდა ავტომატურად ასე ვთქვათ რა
და უბრალოდ აი იქაც კორპორატი იმდენად შეწუხდა ეთყობას ადამიანი არ წერილში კი დაწერა და ფაქტიურად ვისაც ესმის და რა დაწერა იქ რო გაანალიზებდი რაც აბა თქვენი ციტატი კარგა თუ ფაქტიურად და მე ხელებიც დამიბანია უძლო რამდენიმე წელი გაუძლო იმიტომ რომ ამ ტექნოლოგიით მაგრამ უბრალოდ როგორც წესი ხა იმათიც მესმის მეტასი რომ იმას თავისი ინვესტორები ყავს რომელიც ითხოვენ კვარტალიდან კვარტალამდე როს დაიყოს რაღაცა პარამეტრები უნდა ისა და მარკ ცუკერბერგი ძალიან ჯეროდა VR-ის და ყველანაირად ფუშავდა რამოდენიმე წელი 20 თუ 25 მილიარდი მიაფშნეს და ფაქტიურად მაგრამ რას ვიცახი რომ აი რაღაც ივენტი რო იყო და აქ ჰორაიზონი და რაღაც დებილი ავატარები და იმეებს ამარიაჟებდნენ და მე იყო ხოლმე 5-6 ვიდეო აბრაში და ისინი გამოდიოდნენ რა დაარესერჩეს ლაპში აი მაგაში გააკეთა მაგარი საქმე იმიტომ რომ სოფლიოში სხვა არავინ არ ჩადებდა VR-ში და ისე ან pancake lens-ები ახლა რომელიც ქვეს სამში ჩადეს რაღაც ისეთი ტექნოლოგიები HDR-ი რო იყოს VR-ში რო აი მაგარი შუქი და ესეთი რაღაცები სხვადასხვა ხელთათმანები და ისეთი haptic feedback-ები აი ბევრი რაღაცები მანდ ახლა დარესერჩდა ამაზე ფაქტიურად აი იმ ივენტებზე და იმებზე საერთოდ უბრალოდ სადღაც უნდა მოგეძებნა ან მეერე სადღაც პატარა ესეთ ვიდეო ძალიან მაგარი რაღაცები გაკეთდა და დარესერჩდა და ეს მეტას ფულის გარეშე ვერ გაკეთდებოდა. ეს ჩაფლავდება შანსი არა, როგორც მე ვიწინასწარმეტყველე და ფიქრობდი XR-ზე გადავა ეხა და ეს augmented reality და ეგ არის ლოგიკური, ეგ გახდება მასიური პირველი. ანუ დამატებითი რეალობა რა. ეგ უნდა მეკითხა ეხლა რომ მაგასამდე რეალურად. ანუ სამუშაო და ის თუ გინდა და მომავალში რაღაცა ესეთ კომპანიები და ესენი აი მანდ უნდა პირდაპირ დასაქმება თუ გინდა დღეს ეგეთი რაღაცები უნდა ისწავლოთ. მაგრამ VR-იც ამ ეკოსისტემის ნაწილი იქნება რა. უბრალოდ mixed reality არის ყველაფრის ერთად გაერთიანება. ანუ ფაქტობრივად მე ესე ვიძახოთ იმაშინაც და ეხლაც რომ ყველა აირჩევს როგორ სამყაროში იცხოვროს. აი ვიღაცას ჰარი პოტერი უყვარს, იცხოვრობს ჰარი პოტერის სამყაროში. იმისთვის და იმ Black Mirror-ში იყო ვიღაც ადამიანი ამოშლი. ან იმას დაამოთებ. მართლა ეგრე იქნება რა. და შენ თუ ნახე Apple-ის ესეც კი. და რა მოგეწონა არ მოგეწონა Apple-ია სტანდარტია, მაგრამ ეს ჯერ მასიური კიდევ ვერ გახდება, იმიტომ რომ price tag-ის და ბევრი სხვადასხვა ფაქტორების გამო. იგივე Leap Motion-იც რა მაგარ ვიდეოებს დებდნენ და რაღაცა ეს ვეშაპი რო ამოხდა და აღმოჩნდა რომ 800 მილიონი ჩადო Google-მა. მე ეს სულ მიგვირს ხოლმე რომ ამ ხელა კომპანიები 1.3-4 მილიარდი ჩადეს და საფნის ბუშტივით გასა. ანუ არ ამოწმებენ ამ ფულს რო დებენ ბეგრა. ანუ დღეს თუ ტიპს ვირტუალ ანუ ეს კომპანია იყო არაფერი არ ქონდა რეალურად პროდუქტი, იმიტომ რომ მე რაც გამოუშვა და რაც ხალხის ხელამდე მივიდა, ის იყო ძალიან ნაგავი. ტიპს რო დღეს უნდა virtual reality, რაც ქვია, device-ი ჰქონდეს რა უნდა იყიდოს. Quest 3-ია დღეს ყველაზე ხელმისაწვდომი და ისა, PC-ზე შეგიძლია მიაერთო, PC-ზე შეგიძლია და stand-alone-ის ან მეწახვიდე გაიკეთო, ასევე შეგიძლია ის ძალიან კარგად აქვს სკანირება, ხელების ტრეკირება, ესე ბევრი რაღაცა. Apple-ის კარგია, მაგრამ თავის ეკოსისტემაში ხარ ჩაკეტილი როგორც ყველა ისა. და ეხა ანუ მე Quest-ი და Apple-ის ხო განსხვავდება, Quest-ი იმინა VR-ია, ხო? ან mixed reality აქვს, საპორტი. ანუ ძალიან კაი ეს LiDAR-ის ისა აქვს. და ეს ოთახი უცებ შეგიძლია და ამის გეომეტრია real time-ში აიღო. და მე მთელი მუღამი ეგ არის, რომ ბურთს გადააგდებ და ამ მაგიდაზე დაეცემა, გადახტება ამ მაგიდაზე. და ამ მაგიდაზე მე შეგიძლია სხვა სამყარო გააკეთო, რომელშიც თქვა ეს ჩაინგრევა და რა. ეს mixed reality ეგ იქნება რა საბოლოო ჯამში. და რამდენად რეალურად თუ ეხა შენ მაგალითად რომ ეხა ვიღაც ტიპებმა, ვინც აი Apple-ის ეკოსისტემა უყვართ რა მაგალითად რა. იქ თულები, dev-kit ყველაფერი იციან. რომ თამაშები გამოუშვან იმინა Apple-ის headset-ისთვის. ჯერ უყურეს $3000 headset ვინ იყიდის რომ იმათვის ეს უნდა იყოს კორპორაცია მაგალითად მანქანის დიზაინს აკეთებენ ეგეთი სოფტი ან medical რაღაც აპლიკაცია ან სწავლისთვის აი ეს რომ ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდება მაგრამ დღეს შეგიძლია ეს დაიწყო იმიტომ რომ ეგ როცა მოხდება მაშინ უკვე დიდი კომპანიები შემოვლენ ბაზარზე როგორც მობილურზე მოხდა რა პირველებმა ვინც დაიწყეს მობილური რაღაცა ლუდის დასალევი და ეგეთი მარტივი აპლიკაცია ისინი მე მილიონებს შეუულებთ და მე რო გადაივსო ბაზარი, აი დღეს უკვე ისეთი აქტუალური აღარა არის. დიდი ბაზარია, მაგრამ იქ როგორ გინდა შეხვიდე, როდესაც ის რეკლამაზე 100,000 ისulis დღეში და შენ შეინთამაშით როგორ გინდა, თუმცა გამონაკლისი ყოველთვის ხდება, Flappy Bird-ი ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ანუ ხო, ჯერ თუ თამაშს და VR-ზეც ეგეთი ის არის რა, ეხლა ჯერ დიდი კომპანიები არის რამოდენიმე ესეთი Electronic Arts-ი ისინი წელიწადში ერთ-ორ თამაშს უშვებენ, მაგრამ ჯერ იმათმა რომ კონკურენცია გაგიწევენ არ არის. ეხლა შეგიძლია ესე შეყვეთ, აი ესტონური კომპანია სანამ ჩაწერა დაიწყებოდა ვახსენე,
მობილური იმის კომპანია იყო და ეხა ჯერ 5 კაცს მისცეს აბარამე გააკეთეთო და გამოუშვეს და მე როგორც ვიცი 100 მილიონზე მეტი დაწერა უკვე იმან მეორე ნაწილს უშვებენ და ბევრ სხვა პროექტებს უკვე VR-ზე განმოდიან ფაქტობრივად და უკვე 100 კაციანი თიმი ყავთ მარტო VR-ზე. ხო, ანუ ეხა უბრალოდ ცხოვრებისეული რაღაცა mixed reality აპლიკაციები, ბევრად უფრო რეალურია ეგ device-ებზე ვიდრე ეგ იქნება ჩემი 5 წლის წინაც ეგრე მჯეროდა ეხლაც ეგ იქნება ბოლო გაჩერება ასე ვთქვათ და მასიურ ანუ ბევრი ისე ცხოვრების გამო რაღაცას ამზადებ იქვე ხედავ და შენ ხელის ტრეკირებას აკეთებ ეს რეცეპტს გეუნება იქ ამოწკა ალერტი მოგდის ზას გაჩვენ ყველაფერი და ეს თან და ვისაც უნდა შეუძლია იქ დრაკონი გააჩინოს და ესე ვთქვათ იცი რა უნდა გითხო კი მესმის რომ წინა პლანზე წამოვიდა ბოლო პერიოდში და ალბათ კიდე და უფრო დაიხვეწება და გავვითარდება მოთხოვნას გაჩნდება მე რა მაინტერესებს იცი თუ ისედაც უკვე ამდენი ფული იდება ვირტუალ რეალიტიში და რაღაცა ხო დიდი კომპანიები რატომ არ არიან მასიურად თამაშების იმაზე. აი ხალხად Rockstar-ი, რადგან GTA-ს ველოდებით ყველა და Red Dead-ი მაგარია. შენ ხოლმე გამოაცხადოს რაღაცა და თქვა ესეთი აი მაგალითად კომპანია კი არა, Heroes რომელი გამოვიდა ეხა შუთერებს მეორე მსოფლიო ომის შუთერები რო Assault ახალი თამაშია მე? აი გამოუშვა ახლა მეტროს იმან გამოუშვა მეტრო ხო მეც აი Medal of Honor. ხო, Medal of Honor ხო. ხო, ეგეც გამოვიდა სნაიპერი და ბევრი ისინი გამოვიდა. ის ბევრი კაი ისეთი შუთერები ისინი ბევრი კაი, მაგრამ ალექსი რავია ჩემი აზრით. ანუ ალექსი არის VR-ი GTA 6-ი თავთავად. ჩემი აზრით ის ახლა Beat Saber-ი და რაღაცები არის რა თავისთვის და კარგია და ვარჯიშის თუ გინდა მაგისთვისაც კარგია და ბევრი პატარა ესეთი აი მაგ T4 God არის ეგეთი თამაში როგორი ის არის იცი ნებისმიერი ზომის ოთახი შეგიძლია უთხრა 2-2-ზე ან 3-3-ზე და უსასრულო სამყაროს გიგენერირებს და შეგიძლია იარო უსასრულო ეგეთი თელი გეიმის მექანიკა ის არის რომ შენ გერგება შენ იმაზე რა სივრცეზე რა 2 მეტრი იქნება 2 მეტრზე 3 მეტრი იქნება და აი ოთახში შედიხარ იქ გადახარ და იქ გონია რომ უსასრულოდ მიდიხარ სადღაც სინამდვილეში შეწერეზე დადიხარ აქ ხო მაგრამ ისეა ის გეომეტრია ისე გენერირდება ასე ვთქვათ runtime-ზე ეს ყველაფერი ჰორორი ეს ბევრი პატარ-პატარა მარგალიტები კი Outlast-ი არის ხო მე მგონი აი PSVR-ზე ერთადერთი ეგ თამაში მომეწონა ისა რა ქვია Resident Evil ლედი დემიტრის თუ რაღაცა არა ეს Village არა რომელი კომანდანტი არ მახსოვს სახელი ანუ თვითონ მექანიკა ანუ PlayStation VR-ზე ეგ თამაში ვითამაშე პირველი და ყველაზე მაგარი უბრალოდ პირველ PlayStation VR ერთზე ხა კაი კონტროლერები აქვს მაშინ მქონდა ესეთი ბოდიში და დილდო კონტროლერებს ვეძახი ესეთი მანათობელი ბურთები და ძალიან საზღარი კონტროლერები იყო ტრეკირება ანუ headset-ი ძალიან მაგარი იყო დღესაც მაგარია ეს მქონდა ძალიან და ეხლა გააკეთე ჩვეულებრივი inside out ტრეკები ქვია რა გარედან რო არ გიყურებს ანუ პირდაპირ headset-ია ტრეკი ის ძალიან კაი მეორე PlayStation VR კაი PlayStation-ი გაქვს შენ თვითონ კი. აი კონსოლები ზოგადად მე ხა PC გეიმერი და ესეთი და კონსოლებს საერთოდ და არც PlayStation 2 მქონდა არაფერი და ამ თამაშებს საერთოდ მე კონსოლებზე რა უნდა იყოს ერე და Xbox-ი უყიდე ბავშვი რო შემეძინა მაშინ და Mass Effect-ი და თან დაპირატებული Xbox იყო მე თვითონ შევტეხე ხა ყველაფერს ვტეხავდი მაშინ CD-ROM-საც კი ვტეხავდი და რა ვიცი ყველაფერს ვარას გონებდი ასე ვთქვი მოდაში და შეტეხილი და დისკზე რაღაც საზღარ ესეთ CD-ზე ჩაწერილი ალბან იმაზე და Mass Effect-ი ჩავდე პირველი და ღამის 3 საათია და გავიხედე რა ღამის 3 საათია და აღარ კითხულობს დისკს რა იმიტომ რომ ცუდად ჩაწერილი თუ რაღაცა მოკლედ რაღაცის მე ვერ გავდივარ და აუ იქ საიდან აღვადგინე არქივი და საიდან რა ჩავწერე რომ მეთქი კონსოლზე ესეთი მაგარი თამაშები არის და აი მაშინ იყო და მე Metal Gear-ი და ისინი რო ნახე გადამეკეტა საერთოდ მე კონსოლები ვაღიარე ასე ვთქვათ რომ მანამდე მეთქი კონსოლებზე ხე მე Elite PC გეიმერი ვარ რა მინდა იქ ძალიან კარგი. იცი რა მაინტერესებს. ეხა რადგან VR-ებზე ზოგადად ვილაპარაკეთ, ეხა მოგვიყევი ჯერ პირველში feeling-ი მაინტერესებს, როცა ჩვეულებრივად თამაშობ keyboard-ით და mouse-ით shooters მაგალითად, ხო? რაღაცა ის მომჯდარი ვარ რა, რაღაცნაირად და ეს feeling-ი მაქვს, რომ აქ ვარ. ფიზიკური რაღაცის შეგრძნება მაქვს. ეხა მეორეს გეტყვი. VR-ში მეორეს გეტყვი. ეს იმიტომ ხარ ესე კარგად და ისე რომ შენ ამას წლებია მიეჩვიე შენი ორგანიზმი მაუსით უნდა გადაადგილო და იქ რაღაც შეხედო და მოტრიალდ VR-ში ფაქტიურად არაფრის სწავლა არ გინდა ბუნებრივად ხარ
ან ცხოვრებაში როგორც ხარ ისე ხარ იქაც გაიხედე გამოიხედე თუ გინდა დაწექი და ისე ისროლე სნაიპერი და რაღაც ისე კი ის სახში მაქვს მე რავი თუ გინდა ერთხელ მოდი ვსტუმრად ან დეველოპერები მიგზავნიან თვითონ კოსტუმი გამომიგზავნეს და ესეთი იარაღის ის არის რა სადაც კონტროლერებს დებ და რო ისვრი მხარში გირტყავს და ის რო ხდება გძნობდა ქარს და ყველა ამას თავის კი ანუ ეს ისეთი კაიხნის ტექნოლოგიები ესენი რა და ეს რამდენადაც გიმატებს იცი და არაფერს არ აკეთებს სხვანაირად ცხოვრებაში როგორც გააკეთებდი იარაღის რაღაც ის გინდა ჩამთვი გადართო ხელს გაწევ და გადართავ გამოწევ მიიხედავ თავს მოატრიალებ და აქ ეს მიჩვეული ხარ უბრალოდ წლებია აი შემდეგი თაობის ბავშვები რო იმაზე მიეჩვევიან და თქვა Apple-ის headset-ი იქნება თუ ის იცი იქ ყველაფერს გახედვა გინდა გაიხედე რა უნდა ხომ არა ის უნდა მიეჩვი უბრალოდ ეს ტექნოლოგიები არის დასახვეწი დიდია ზოგი რაღაც 2-3 საათი რო გიკეთია მაგალითად Oculus-ის ჰევია და მაგალითად მე მაქვს თან ბატარეის პეკი რომელიც ამას აბალანსებს ხო თან დიდხანს ძლებს უფრო თან წინა ჰევი არ არის და გაწვა ეს უნდა იყოს ძალიან მსუბუქი სათვალისწინო აკეთებენ ამას ეს ტექნოლოგიები აი ლებში რო ვახსენე ბევრი რაღაცები უკვე აქ გაკეთებული უბრალოდ ეს კომერციალიზაცია ჯერ არ მოხდა და თითო თვალზე აი მეცნიერული იმითი დაახლოებით უნდა იყოს 16K 4K-ზე ვიძახი და 8K-ზე რო დღეს ვერ ვიღებთ FPS-ებს იმდენს და ვერ ყოფნის მიუხედავად ამისა მილიარდობით ტრანზისტორიანი პროცესორები და ისინი გვაქვს GPU-ები თითო თვალზე ანუ 32K უნდა გქონდეს და მინიმუმ 90-120 ან მეტი კადრი წამში მეორე მხრივ თუ განვითარდება თვალების ტრეკირება იმ დონეზე რომ არის უკვე რამდენიმე headset-ში ესეც ჩადებული რომ სადაც იყურები იქ დაარენდე რომ სრული გარჩევად იმიტომ რომ ჩვენც ეგრე ვხედავთ რა ჩვენ ტვინი ამას რო უყურებს მე აქ ამას კუბიკებივით აწყობს და მე აქ პროცესინგს უკეთებს და დაავადებული ადამიანი რო იქ ვიღაცა მესამეს ხედავს ის როგორ არენდერებს ჩემო ეხლა რომ მე ვთქვა რაღაცა მჭირდეს აქ მესამე ადამიანს ხედავდი ამ განათებას და ამ ყველაფერს ანუ ეს წესები საიდან იცის ტვინოა რომ ამ გარემოში მისვავს ადამიანი ხო და ეს თვალიც ესეთი პატარა პროცესორია ხო ყველაფერი გამოტრიალებულია იქ მერე და ეს ყველაფერი და 16 ეს და აი იმ ადგილას სრული გარჩევადობით 100% და გარშემო რო მე გაბლურულად ეს მოგვაგებინებს რავია 100 ჯერ უფრო გაასწრაფებს და ესეც თუ დაიხვეწება არ დაგჭირდება ამდენი processing ასე ვთქვათ power-ი და მაშინ იქნება თანხმები ეს ყველაფერი და მსუბუქი და კომფორტული უნდა იყოს. თუ დიდხანს გეგეთოს. არ ვიცი ლინზებს გააკეთებ რაც იქნება მოკლედ ეგეთი ეკრანები და ისინი თითქმის არის უკვე აი ვიღაცას ეგეთი ეკრანი აქვს ვიღაცას ისეთი მაგარი headset-ი აქვს რომ პოზიცირებული ხმა ძალიან ბუნებრივი და კარგია. ეხლა როგორ არის ხო იცი ყურს გისკანერებენ და რაღაც ან ისეთი მიკროფონებიდან იწერენ მაგრამ იმასაც მნიშვნელობა აქვს შენი ყურის ფორმის მიკროფონიდანაა ჩაწერილი ეს თუ იმისი აი ეგეც კი სხვაობას გაძლევს რა და ბევრ იმაში soft-ში არის შენი პარამეტრები შეგყავს რომ იდეალური იყოს შენთვის რა ეგეთ ხმაც ძალიან ხმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ თვლიდი სხვათა შორის ეს თავის დროზე რომ მეთქი გრაფიკის მაგრამ ხმაც ანუ ყურის აუდიოგრამას ერგება როგორც ხვდები ხო ანუ აი ეგ ცალკე ის არის კიდე რომ რეალისტური იყოს რა და ესე ზუსტად ისე სხივების ტრასირები და იმით ხდება ეგეთ ხმების მოდულირებაც და ორი მიკროფონით იწევენ რომელსაც ყურების ფორმა აქვს რა რომ ხმა ზუსტად ისე შევიდეს და ესეთი ეფექტი კი ბატონო ერთი ბანალური კითხვა მინდა დაგისვა მაგრამ უნდა დაგისვა ალბათ რა არის შენი საყვარელი თამაში Top 5-ეული თქვი ბოლო რაღაც ეგეთი. Metal Gear ვერ ვითმე პროსტა შუაში. ძალიან ამის გარეშე არაფერი არ იქნება და მთელი ამ ფრენჩაიზის გარეშე თუმი. Mass Effect-ი ძალიან მიყვარს და აი ეს ახლა დაემატა ახლა ხან Expedition 33 რავი, აი პირველი 15 წუთიდან მომცელა მაგ თამაში. მაგრამ ახლა ბევრია კიდე უცებ ეს სტრატეგიები, ძალიან ბევრი სტრატეგიები. StarCraft-ი, Warcraft-ი ძალიან და ნუ სამხედრო ესეთი და Flashpoint-ი რო იყოს სერია პირველი Flashpoint-ი იქიდან და მოვყვები არმა გახდა მერე და ეგენიც ძალიან ეგეც სადღაც ჟურნალში ვნახე და მეთქი შეგვიძლია ვიღაცას ქუჩა ისა დახვდე მანქანა წაართო მე ერთად შეიპარო იქიდან ბაზე ეს ამხელა რუკა და ეს როგორ გააკეთე ეგეთი აი ეს Claire როდესაც ეხლა რო გამოვიდა ხო ეხლა რო გამოვიდა Claire Expedition 33 ხო დრაზია ეგ თამაში აი საერთოდ ეგ ჟანრი არ მეგონა რომ მე აი JRPG-ია რა ასე ვთქვა და ფრანგული არომატით და ძალიან მაგარია. სულაც მაგას მაგააკეთა ხო თუ რაღაც ეგეთი. 30-მა დაახლოებით და კიდე აუთსორსზე ვიღაცები რაღაცებზე მუშაობდნენ. რაზეა დაწერილი? 5 მილიონი რაზეა? ენჯინი Unreal-ზე.
უბრალოდ 5 მილიონი ესეთი დონის თამაში, იმდენი კონტენტია სასაცილოა დღევანდელი ინდუსტრიის. მაგაზე მე კიდე ცალკე მოსაზრება მაქვს, რომ დღევანდელი ინდუსტრია და AAA ისენი მართლა აი Rockstar-ი ერთადერთი ვისაც დარჩა რომ პატივს წემს სულ ყველა მაგაზე ცალკე კითხვა მაქვს, მაგაზე გადავიდეთ. მაგრამ თვითონ Expedition 13-ის მთავარი მექანიკა რა არის, ანუ JRPG-ია ასე ვთქვათ, იმის გარდა რომ ისტორია, პერსონაჟები, დიალოგები და მუსიკის ის კიდე კომპოზიტორი ცალკე ის არის Reddit-ზე იპოვეს ესე ვიღაცა გამოცდილება საერთოდ 0 ქონდა. და მე დღეს რო შეხვიდე ერთი ასეულობით ვიდეოა, ესეთი ბებერი და ესეთი კომპოზიტორები არჩევენ, ეს აქ ეს ნოტარო გამოვა. ანუ ამ პირველად ცხოვრებაში რა არანაირი არ თამაშებში მე გამოცდილება და რავი, აი გენიოსია და ესეთი. რავი, შეიკრიბა ესეთი ხალხი, რომელსაც ჯერო და უნდა და JRPG რა ჟანრი, Baldur's Gate-ი როა, ეგეთი პონტი. JRPG კლასიკური. ხო, აი ბრძოლის სისტემა ერთადერთი რაც შეიძლება მაგ თამაში არ მოგეწონოს, იმიტომ რომ შეnisula იმისula და ძალიან skill based არის რა. ანუ ის რო გადმოდის შეტევაზე მაგ დრო შეგიძლია უნდა აი მილიწამში მოასწრო, დააჭირო, ან აიცილო, ან counter-ი გაუკეთო. და ეს ახლა აი wrong wing-ს ჩემთვის ეთქვა რომ ამას აი თქვი ეს არ მინდა ამას რა ამათამაში. ისეთი მუღამიანია და ისტორიაც ისეთია და ისეთი აი ვერ გაარტყავს სიუჟეტს რომ ეხა რა მოხდება რა, მართლა ძალიან კარგად გააკეთეს. და მე ისტორია რო ვნახე რომ თავიდან რა ქონდა ჩაფიქრებული, პირველი პროტოტიპი რა საშინელება იყო და მე რა იგივე ვიჩერი როგორ დამავიწყებული. Witcher-ის სტუდიაზე რო ისტორიას ვკითხულობ, როგორ გააკეთეს თამაში და როგორ უშვებენ საერთოდ და ბოლომდე როგორ მიიყვანეს. რაღაცა დუმხალი ხდებოდა მაგ კომპანიაში პირველ ვერსიას რო აკეთებდნენ, დემოები როგორ ააწყეს, წინაღამე რაღაც სასწაული ისტორია, ვიღაცა ტიპი სახლი და კარგა და იქ რჩებოდა და ეგონათ რომ ხანგვიანობამდე მუშაობდა და დილას მოდისვენ და 6 თვით ცხოვრობდა ოფისში. და რაღაც სასწაულები, აი ეგ ერთი ისტორია, იცი რამდენი რაღაცა, აი მაინტერესებს იგივეც რა, აი ის დუმისისა რა ორიჯინი რო არის ეს ციგნი ისტორიებს რო შენ თუ გაქვს ნახე იმის ჯონ რომეროს GDC-ზე აქვს თოქი ეგეთი early days of ID software ანუ მან ყובה ანუ მაგიგეთ რაღაც ინსაიტებს ძალიან ბევრი მაქვს ნახე ეგ ინსაიტები ყოველთვის ძალიან საინტერესოა კი აი ჩემი რეკომენდაცია კიდე რა რომ ეგ ციგნი უბრალოდ თუ გაინტერესებთ თამაშები უნდა წაიკითხოთ და კოდი, ხო, Masters of კოდი მაგათი შეიძლება დღეს რაღაც ალგორითმები ესენი აქტიური არ არის, მაგრამ უბრალოდ აი ბევრ რაღაცას აღმოაჩენ და ისწავლით. უბრალოდ აი სტილი, რავი, რაღაცას მაინც აიღებთ რა მაგით. კი, მე ის Wolfenstein 3D-ის კოდიც მაქვს, Doom-ის კოდიც მაქვს. რაღაცა ის ძალიან კარგი ის არის, რომ შოკი იყო ინდუსტრიაში, რამდენიმე წლის მერე გამოუშვეს ესე დადეს და ბევრი სტუდიოში რა ისე ვერ ახსნეს ნაბაშვებიან. მე მომხრევარ მაგის რომ პოპულარიზაცია უყოთ Quake-ს ზოგადად და Doom-ის სამყაროს, იმიტომ რომ ID software-ზე ზოგადად ძალიან ვაფარენ რა. ჟანრი მოიგონეს ტიპებმა ახლა მეტი რა გინდა მაქინან წამოვიდა ძალიან ბევრი. აუ დღემდე მახსოვს ეგ Wolfenstein-ის ის რომ მოიტანა და მაშინ ესეთი 1 და 2-იანი პატარა დისკები. Floppy disk-ები. და მე 11 იყო დაზიანებული რაღაცა რომ წავედი თავიდან გამოწერეთ არქივი რაღაცა ეს რო გავი. რაღაცა იგი. თამაში ბევრ floppy disk-ზე იყო გაგზელებული. თამაში ხო იყო თქვათ ალბათ 1.40 მეგა არ მახსოვს რა ხელა იყო. მაგრამ 11 დისკი იყო თუ 12 არ მახსოვს და რომელიღაც არქივი თუ დაზე თავიდან უნდა იქ კომპიუტერი დაგვიარქივებინა თან ვოლუმებად იყო ეს არქივი. რომელსაც მე შენთან იწერდი ერთ არქივს აწყობდი და იქიდან ამოვარდა. ვაი. CD-სად იყო და გაიცხო. CD რაღაც ჟურნალს მოყვა ერთხელ პირველად ნახე და თბილისში 1-2 წელი ვერსად ვერ ჩავდე რომ მენახე რა დემოები იყო თამაშების რა ვერ ნახე რომ სადმე მენახე რა იყო PC Worlds მოყვა ერთი ის იყო ასე კიოსკი სადაც იყიდებოდა PC World-ი არ ვიცი აიდან ჩამოկონდეთ და იმას მოყვა და CD-ე გადავიდეთ მოდი ხა შენ თამაშზე მოგვიყავი ზოგადად იდეა რა საიდან დაგებოდა ამის რა თამაშია ზოგადად რა საკეთებ ამდენი ხანია აკეთებ იდეა როგორ დაგებოდა და მე ის სიგიჟობებიც მოიყავი რა ჩინ Creative Mobile ხო ახსენე ესტონური ფირმა რომლებიც მობილურ თამაშებს აკეთებდნენ და ეს ხშირად იქ მენტორები იყვნენ ესენი ძალიან კაი ახალგაზრდა ისინი დამფუძნებლები ყავდათ გავიცანით და მეგობრობით სადმე ღონისძიებაზე რო ხდებოდა მე ვიარი გააკეთე ვიარ გააკეთე და წლების მერე რახან ტვინს უბურღავდი დამიკავშირდა მე და მეუნება რომ ერთიო ჩვენ დეველოპერიო შენსავით ჩემჭამაო თამაშის გაკეთება უნდა ძალიან ხო და iOS არის კონცეფტიო გამომიგზავნე მეთქი ძალიან კაია გააკეთეთ გამოუშვეს და არ ეყიდება რა და აი ხო თქვი და ისე მობილურია ჩვენი საქმე და მე სტატიები ვნახე რომ აი ესეთი რეალისტური რაღაცეები ჩავდეთ ეს ჩავდე და არავის არ მწუწუნებდა რა ხო და მე გაუგზავნეს სია მეთქი ესე გააკეთე ეს გაასწორე ეს ისა თვითონაც ასწორებდნენ მაგრამ ნუ მეც ჩემი ისა თქვა გაუგზავნე რა
და გავარდა ეს თამაში და ინფლუენსერებმა დაიწყეს თამაში და ისა და მოკლედ მთელი ის შეიქმნა ფრენჩაიზი და ამ დროს მე სულ მინდოდა 3 წელი ვწერდი სცენარს და სამყაროს ვქნიდი, world building-ს ვაკეთებდი, როგორი მინდა სტალკერის და როადსაიდ პიკნიკის თემატიკაზე, ოღონდ ჩემი სამყარო მინდოდა და ჩემი ისტორიით რა, მაგრამ ნუ იდეა დაახლოებით ერთი და იგივეა. როგორ გამეკეთებინა თამაში და მაგრამ არ ვაპირებდი ამ თამაშის გამოშვებას და გაკეთების დაწყებას, იმიტომ რომ სეგმენტირებულია მეთქი VR მარკეტი, არ არის იმდენი, ვთქვათ, ის sales point-ი რო ეხა ეს გამოუშვა და სტანდარტიზებული ეხა სხვათა შორის გახდა XR-ი გამოვიდა, რომელზეც შეთანხმდა მეტა და ისინი, ანუ იმ SDK-ით თუ აკეთებ, ყველაზე მაშინ იყო ცალკე Oculus ცალკე ქონდა, Steam-ს ცალკე ქონდა. ეს XR-ი რა არის ბოდიში? Extended reality. რომელიც აი ყველაფერს იმასაც აერთიანებს MR-ს ხელები, ანუ ერთი რომელზეც ძლივს შეთანხმდა, როგორც თქვა OpenGL-ი თქვა. ესე შეთანხმდა რომ მოდი ამაზე ვაკეთო და ყველაფერი აი ეხლა ხან სულ დასრულდა რომ ყველა მანამდე როგორ იყო იცი Steam-ისთვის გინდა და SteamVR-ი უნდა გამოგეყენებინა იმის SDK-ზე და Unity-ისთვის გავაკეთეს რაღაცა უტილიტა რომელიც აი კონფიგურირებას აკეთებდა პროექტი, გადართავდა, დაუბილდავდი, განმორთავდა, ამაზე დაუბილდავდი და მთელი ის იყო რა და ზედა დონის რაღაცები უნდა გაგეკეთებინა, რომ იქაც ემუშავა, აქაც ემუშავა შენ კოდს. და კიდე მე ხა პიკო შემოვიდა და სხვები და ეხა ადვილია, XR-ზე აკეთებ, ყველგან მუშაობს. თუმცა არის რომ თქვა Oculus რაღაცა იქ აქ ფიჩერი, რომელიც სხვას არ აქვს და ის შეგიძლია გამოიყენო იმის ჰედერებს და ბიბლიოთეკებს მიაერთებთ ასე თქვა და იმუშავებს რა. მაგრამ 90% XR-ის იქით არ უნდა გახვიდე. ხო და მოკლედ დაუბრუნდეთ ისევ იმას. ეს თამაში გახდა ეხა პოპულარული და წელიწადნახევრის მერე დაიწყო გაყიდვები და ფანების ის გაუჩნდა და თან იმათ ფორუმებზე მივდივარ და მეც ძალიან მოწონს თამაშობდი რა. და ვაკვირდები რა მოწონთ, რაზე აი ეს რო დაამატოთ და რაზე ეს არ მოწონდა ეს რაღაცა და ფაქტიურად იმ კომპანიამ ჩემთვის მარკეტ რესერჩი ჩაატარა და მივხვდი რომ ესეთი თამაში დროა. შეიძლება ერთ დღესაც გამოუშვა. ამიტომ მანამდე ერთ პროექტს ვაკეთებდი, ის დავაპაუზე და გამოვერთე ამაზე. და იმის მერე ბევრი ასეთი რაღაც მექანიკები და ისინი გავაკეთე. Hardcore VR survival-ი ასე ვთქვათ რა, ძალიან ესე დაბალი დონის იარაღების რა იმაზე ვფიქრობდი რომ სამყარო მეთქი აი ეს ომი და სამყაროში უბედურება და რაღაცა თუ იქამდე მივიდა აპოკალიფსი შეიძლება რაღაცა გაიდად გამოიყენოს survival-ის, იმიტომ რომ მართლა ძალიან დაბალი დონის საჭმლის მომზადებიდან იარაღების გარემონტება, შეღებვა, რავი, დაშლა, აწყობა, ყველაფერი შედუღება რაღაცების მოხერხვა, ყველანაირი გადაკეთება, მოდიფიკაცია და ბევრი სხვა რაღაცები და აი ახლა მუშაობ აი იმ გამოშვების წინ, აი ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა გოაპი და utility AI და ამ სისტემების merging-ზე და როგორ მინდა რომ აი მაქსიმალურად დამაჯერებელი აი იყოს და არა რაღაც ესე თამაშებში როა და მგელს რომ უკლავდა იქ ფარი გადმოარდება ესეთი მე ვერ ვითან რა ეს კია პირობითობაა თამაშია, მაგრამ ესეთი არარეალისტური წარმოყვას. ის ახსენე რა ძალიან გთხოვ ეს რაღაც კოდი რო შეგიძლია რომ დააგენერე ეს ამ დაბილდ ოპრესორი. ეს სუბთა ის იყო რა ჯერ გავაკეთე კომპიუტერი გავაკეთე იმისთვის რომ ვიღაცასთან რომ ვაჭრობას აკეთებ, მეთქი აი როგორი ინტერფეისი ჯობია. თან იქ შეიძლება რაღაც დისკაუნტი რო გაგიკეთოს იქ პრინტერზე უნდა ამობეჭდო და ეგეთი რაღაცები და ჯერ უბრალოდ კომპიუტერი გავაკეთე, ძველი რეტრო კომპიუტერი, ეკრანით ყველაფრით, ამით ჩვეულებრივი რა, მენიუში ირჩევ რაღაცას ყიდულობ, იქ ამოგიბეჭდავს რაღაცას, მე ეს ვენდორი გაძლევს. მე ცოტა გავრეკე იმ პონჩი რომ ოპერაციული სისტემასავით გავაკეთე რა და ოპერაციული სისტემა როგორ იცი, პროექტში გაქვს ფოლდერი, სადაც შეგიძლია რაღაცები ჩაყარო. მაგალითად, MP3 ფაილებს თუ ჩაყრი MP3 ფოლდერში, იქ ტრეკები გაქვს და უკვე MP3 პლეიერი უკრავს იმ ტრეკებს. თუ ვიდეოებს ჩაყრი, ვიდეო პლეიერი გაქვს, რომელიც ამას თქვათ, ანუ პირდაპირ იმ ნავი ექსპლორერიც მაქვს ასე ვთქვათ, რომელიც შედიხარ და იცის რომ ამ ფაილზე რომ დააკლიკო, პატარა ოპერაციული სისტემა თავისი იბუთება და ყველაფერი ესე მუშაობს და თავის კონსოლიც აქვს და როგორც ნამდვილი კონსოლი ისე მუშაობს რა, ბრძანებები აქვს და რაღაც. და მე სადღაც შემხვდა GitHub-ზე თუ სადღაც ესე ბაზური ინტერპრეტატორის ისა და თან დამაინტერესა გავარჩიე და ავდექიდან ისე გავაკეთე იმის რაღაც ნაწილები ავღენე, მე დავაშენე ბევრი რამე ჩემი. და გავაკეთე რაღაცა მარტივ სისკავს რა. ენა არის, რომელიც სკრიპტი არის, რომელიც შეგიძლია ასევე რაღაც ფოლდერში progress ქვია ჩაყარო და გამოგიჩნდება და გაუშვა და თან დავამატე. გარედან ხდება. ხო და თან ხო
გარეთ იმ ფოლდერში ჩაგდებ, runtime-ზე ხდება ეს თან ყველაფერი, არც გინდა გამოსვლა და რაღაცა იქ გარეთ თუ ჩააგდებ, აქ და დავამატე გრაფიკული აპიცა აქ, ანუ ხაზის დახატვა, წერტილი, წრეწირი, კვადრატი და რაღაცა და მე რო ხუნოდი მართლა ვიღაცა დუმი შეიძლება რომ მოინდომოს პრინციპში გაუშვებს დუმში. ანუ ბძანება ხაზის დახატვა და კოორდინატები თქო და რაღაცა და იქ რაღაც სინუსოიდის ესეთი რაღაცეები და გრაფიკების აგება და ეს პატარა პროგრამები უკვე მაგალითისთვის გავაკეთე და მე ცოტა იქი წავედი როსლინგის ის ვნახე კომპონენტა რა ინტერპრეტატორი და პირდაპირ C# კოდი რო აიღო დისკეტა სპაუნდება და მე კომპიუტერში რო ჩადებ ავტო ექსეკიუტი ხდება და ფაქტობრივად ნებისმიერი რამე შეგიძლია დაწერო პრინციპში და Unity-ის ობიექტებსაც მიწვდა იქიდან და რაღაცები აკეთო, მაგრამ ეს უფრო ჩემი გასართობად გავაკეთე. ხო, მაგრამ შეიძლება მაგის კარგად თამაშის მექანიკაში გამოყენება. კი, იქ არის რაღაცეები, სადაც თქვა უნდა შეტეხო რაღაცა იქ security კამერა და ის უნდა დაადიზეიბლო და ამეებში შეიძლება რაღაცა მაგრამ ეს C#-ის მეშინია მივცე რომ იმიტომ რომ თუ Unity-ის ობიექტები წნო შეიძლება მთელი თამაში გააფუჭო, მაგრამ იმათ თამაშია რა, თუ უნდა გააფუჭო და დამოდონ, ეხლა მე ისე ვაკეთებ თამაშს, რომ ბევრი რაღაცა ესე შეგიძლია შეცვალო და ისაკნა. ანუ იდეაში გამოდის, რომ მე რო გარედან C#-ის script-ს ჩავუდებ, იქ გამოჩნდება რაღაც დისკეტა. რომელსაც რო ჩადებ, ტრიგერს აკეთებს ამის ეგზეკუცია. ტრიგერს აკეთებს და იქ შვებს ეგზეკუცია. და ამის გარდა script-ის ენა არის, რომელზეც ესეთი ისა უსაფრთხოა შედარებით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნუ რა შეიძლება უსასრულო რაღაცა ციკლი გააკეთოს ისეთი, რომ ვთქვათ, გაჭედოს ვთქვათ. გაჭედოს არა, მაგრამ შეუძლია რაღაცა უსასრულო ტყუები დაითრიოს. ეგეთი ის დონისის არ არის, ანუ იქ არის რაღაც ვთქვათ ბრძანები for-ია, ვთქვათ ის არის if-ია, ისა და დახატე ესა, დახატე ის გააკეთე, ის გააკეთე, ეკრანზე გამოიტანე რაღაც ეს არის. არტივი რაღაცები ხო ეხა იმას. მაგრამ ვისაც ეს მოწონს და იმიტომ რომ მე ვაკვირდებოდი, აი სულ ითხოვენ მე რატომ მოძგონი რომ ძალიან ნიშე თამაშია და ესეთი დეტალური მექანიკები არ მე მომწონს. მე ძალიან ხალისობ და საათობით თამაშობ, მაგრამ გასაყიდოთ რომ გამაქვს ეს იმათ მეთქი ესეთ, მაგრამ პირიქით უფრო თქო მეტი უფრო მეტი რაღაცა ეს აბა ამას და მე community ყავს საიდანაც feedback-ი. community Discord-ზე არის 2500-ზე მეტი კაცია და გავჩერდი, იმიტომ რომ წლების წინ მე YouTuber-ებმა დაიწყეს ამის review-ების ისა, playtest-ი გამოუშვი, რომ ენახა კონტროლები როგორ მუშაობს, ვიღაცასთან ხო არ იკრაშება რაღაცა მარტივ. ხო და იმდენი ხალხი შემოვარდა, რომ დროის 50% ხარჯავდი ამათ მენეჯმენტზე. და მე ვთქვი რომ updates აღარ გავაკეთე, ხო, community managers მყავს პრინციპში, მაგრამ ოფიციალურად ეხა ის ესე ვთქვათ კეთილინებით რაღაცებს ამენეჯერებს, მაგრამ ოფიციალურად რამოდენიმე უნდა მყავდეს რა, რომელიმაც იმინა community manager-ია და მიხედავს თავისი ისა, ხო? feedback-ს ამ ხალხს რო არ ელაპარაკო წინთ მე რაღაცეები და ბრაზდებიან რომ კომუნიკაცია არ აქვს და პირიქით როცა უსმენ და აი ვიღაცა იყო ერთი იუტუბერი მახსოვს ყველა ვერსიას დეტალურად წერდა და ბაგებს მირეპორტებდა რაღაცა და ავდექი და იმის სახელი არ მახსოვს ჰაი რაღაცა დაუწერე და იქ ამაკ ესეთ რაკეტას ისვრის ზემოთ და კამერასავით ეკიდება პარაშუტით ჩამოდის რა და მთელი level ანუ დასაზვერი ის არის ასე ვთქვათ რა და იმის სახელი როა გაისროლა და დაინახა გაგიჟით. აი ესეთ რაღაცა ხა ჩემი რა მიდის 2 წუთის საქმე იყო ეგ რა. ძალიან გავხარა. რაღაცა მითხრეს რომ აი ესეთ ირაკის გადატენვა ქვია, თქვა ავტომატს რო ესე დაიჭერ ხელით ისაგაგ და იმას რო შედებ ჭიც და გაუშვებ ხელს და ავტომატურად ტყვიას 8 წუთის და ისვრის რა. ეს თუ ჩადე. შევხედე ადვილი გასაკეთებელია გავაკეთე გაგიჟდენს. ვა, დეველოპერი გვისმენს და ეგეთი რაღაცები მოწონთ რა, მაგრამ იმდენი თუმია გამოს რომ პროექტის ის გავაჩერე საერთოდ რა რეკლამა და რაღაცეები და აპდეიტები ჯერ არ უშვებ და ტესტერები მყავს 20 კაცი არჩეული იმათთვის ცალკე რელიზებს ვაკეთებ. რამე გეგმა არ არსებობს. რო რელიზის წინ დავიწყებ ისევ ასე ვთქვათ დაპრომოუტებას და მე ალბათ შემოიყრება კიდე ბლომად ხარხი და პრეორდერებიც უკვე ვიშლის კაი ბლომად არის და რავი თან იმ ხალხმაც იმათან into the radius-ი რამოდენიმე ესეთი მსგავსი თამაშია დეველოპერთან ურთიერთობ. თვითონ მოდიან ხოლმე რომ იცი რა მე ახალ ვერსიას უშვებ ხო არაფერი გამოშვებას ეშინიათ არ ვიცი თუ ან რავი უბრალოდ არ გვინდა რომ დავემთხვათ რა მეუბნებია რომ შენ ხო არაფერი ხა გამოშვებას. არა მეთქი მაგრამ აი პრომოუშენებს უკეთებთ რა იმათ რაღაც კიებს მაძლევენ და ჩემ ჩანელზე უშვებ და შეთანხმება გვაქვს რომ მე რო გამოუშვებ ისინიც დაარეკლამებენ და ეს ბევრთან. საბოლოო სანამ საბოლოო რელიზი როდის გაქვს და ეგ არის $1 million question სულ მეკითხებიან Discord-ზე და არ ვეუბნები. აი როცა აქტიურად დაპრომოუტებას დავიწყებ მეთქი მაშინ. ხო და მაღაზია უნდა მეთქვა რომ აბელომ თქვა ეგეთი რაღაცა რომ თამაშს რო დაიწყებთო კეთებასო უეჭველი გამოუშვითო რაც შეიძლება მალეო თორე ვერ მორჩებითო ეთებასო და ვიცი და ვეთანხმები ეგ რამდენად მართალია და რამდენად ვეთანხმები უბრალოდ ეხა ისე არის საშუალება მაკრო ვაკეთო ის თამაში და ისე ვაკეთო როგორც მე მინდა და ამიტომ community-ის ისა ჩხარა გამოუშვი და
ის კი არა, სანამ გამოუშვებდი, ხო? როგორ ისავქნათ და როგორ დაგეხმარო და რაღაცა და ინდივიდები უბრალოდ აი ფულს მირიცხავდნენ ისე უბრალოდ არაფრისთვის, არაფერს არ უითხოვდნენ. მეთქი არ მინდა თქვენი ფული, ჯერ ხო არ გამომიშვია თამაში, არ მომც. $200-300 ისე რიცხავდა ვიღაცა ინდივიდები და მათში მეთქი თუ გინდათ, აი მეთქი ჩემი PayPal-ის აკაუნთი და ამას გამოვიყენებ, ახალ მოდელებს ვიყიდი და ხმებს მეთქი. რო უკეთესი ხმები და მოდელები მქონდეს თამაში. თუ გინდათ მეთქი რა, აი შემჭამთ, მართლა არ ვაჭარბებ. უბრალოდ თავისი ნებით აი ესე უბრალოდ მოდიოდნენ და იმაში. ეგ უნდა მეკითხე ხა, რადგან მარტო ხარ. ამ ყველაფერს დიზაინი როგორ არის, მოდელებს asset store-ზე ვიყიდი რაღაცას, მე დავამუღამე პრინციპში Blender-იც რა და Blender-ში უკვე რაღაც მარტივების აი ხა ბევრი მასში საჭმელს გაგდებს რაღაცა მე თვითონ გავაკეთე უკვე მოდელები. ხმებიც ასეთ მაღალი ხარისხის ცოტა მიკროფონი ვიყიდე და ჩემი შვილი მეხმარება აუდიო იმაში მაგრა არის და რაღაცა ხმები კასტომ ხმები თუ მჭირდება ესე მე თვითონ ვიწერ. იარაღი ვიყიდე და იმის ხმები ჩავიწერე პირდაპირ ესე თქვა. რამდენი წელს შვილი გყავს მეხმარება? პატარა გყავს? ერთი პატარა გყავს და ერთი უკვე უნივერსიტეტში. და მუსიკა დამიწერა აგერ მშვენიერი თამაში. TikTok-ზე არის ერთი ტიპი სხვათა შორის, რომელიც მარტო ანუ ერთი ტიპია ეგეც და დეველოპერია გეიმის რა და ყოველ იმაზე აი შერაცილო პარაკი ოღონდ ისაკეთებს TikTok-ზე მაგას რა, რომ community-ის კომენტარებს უწერენ რაღაცებს და ის ამატებს და პატარა კაცს ამატებს და community მე ვარ. ხო და ეგ ძალიან ეხა მეც მომეწონებოდა რატო არა დეველოპ. მე ამას ფიდბექად ეხა რაღაცა მითხრეს ეს დაამატე. მე ეხა გავაანალიზე ამის დამატება რა დამიჯდება რა რესურსია. მაგრამ უკვე ისე მაქვს ყველაფერი აწყობილი ფრეიმვორკი, რომ აი ლეგოსავით მუშაობს რა, უბრალოდ ეს სადღაც რაღაც უნდა მოუნიშნო, სადღაც რაღაც უნდა შევაგდო და ეს ახალი ფიჩერი მუშაობს რა. ეგრე ჟანრი რა აქვს თამაშს, ანუ hardcore survival-ია და story მთელი სამყარო მაქვს მოგონებული. 3 წელი მანამდე აი ამას ყველაფერს წერდი და ისტორია და თავის story აქვს, ვიყვები. პრინციპში სინოფსისი შეგიძლია იმაზეც ნახოთ. Steam-ის გვერდზეც არის რა, იქ 1-3-4 აბზაცია. და მე ხო გეუბნები აი ერთი სპოილერი ის იყო რომ სტალკერი არ ხარ როგორც სხვა თამაშებში ანუ შენ ხარ ასე ვთქვათ ზონაში გაქვს მაღაზია სადაც შენთან მოდიან და რაღაცებს ვთქვათ გამირემონტეანის მასალა ანუ შენ ბიზნესი გაქვს ასე ვთქვათ და თეორიულად შანსი არის რომ ისე ითამაშო რომ საერთოდ არ გახვიდე ამ ოთახიდან პრინციპში თუ გინდა მაგრამ თუ გინდა რაღაცა რესურსზე ვიღაცას დაიქირავ და ეთქვი რომ წადი აქ და მომიტანე და რაღაც შანსია რომ ან დაიღუპოს ან მოგიტანოს ან გადაგაგდოს ან და მე მთელი ფრაქციები და მთელი ისინი შემოდის აქ მაგრამ შეგიძლია შენ თვითონ წახვიდე და იგივე გააკეთო ანუ ეს როლი შეიძლება მაგრამ ვისაც ვთქვათ აი ვიღაცას შეიძლება მოეწონოს ესეთი ისა რა ბიზნესის ის უნდა გააკეთო ანუ ვინც სტალკერი იცის მიხვდეთ სიდოროვიჩი ხარ ასე ვთქვათ ზონაში კაი, მოდი ტექნიკური კითხვა დავსვათ. ეხლა ამას ყველაფერს შენ Unity-ზე აკეთებ. ხო, და Blender-ს და სხვა იმებს ვიყენებ, თქვა ხმაზე და იმაზე. ვიღაცამ შეიძლება იგითხოს რატო Unreal-ი არა, იმიტომ რომ შუთერებში მაგალითად ეხა პრინციპში Unity-s იმ ფიჩერებსაც აი ბოლოს რაღაცაები ისე რომ არ ჭირდება და არც ვიყენებ რა, ანუ scriptable render pipeline ისე ძველ pipeline-ზე ვარ და იქ ვაკეთებ და ყველაფერი მუშაობს. და რო შეადარო ხო უბრალოდ წლებია მივეჩვიე რა ბევრ რაღაცეებს აქ როგორ ვიცი იმიტომ რომ VR-ზე რო ვახსენე რომ Unity-ს თავიდან კაი საპორტი ქონდა VR-ზე Unity-ზე დავიწყე VR-ების კეთება და Unreal-ზე თავისუფლად და სიამოვნებით გადავალ და რამდენიმე კაი engine ვნახე რომ შემდეგ პროექტებს შეიძლება იმაზე გადავიტანოს რა აი ეს მომეწონა ძალიან Chernos ოღონდ არ ვიცი VR-ზე Chernos მე მასე პატრონზე უხდიდი ფულს პირველად ისო from new project მე სამწუხაროდ აღმოაჩინე რამდენიმე თვეა და უბრალოდ მაგათ ფილოსოფია ის რაღაცა ესე როგორ გაკეთდეს და მე ესე გავაკეთებდი და ესე აკეთებენ ისინი ძალიან მომწონს და შეიძლება კი Unity-ზე პირველად აიწყული ამიცრუვდა ლიცენზიებზე რომ შარშან გაჭედეს ძალიან და ეგა და ბევრი გადავიდა Godot-ზე. ხო მოუწია და ეხლა კიდე რაღაც მაიმუნობები დაიწყეს წინა კვირას. ან დეველოპერებს უგზავნია რომ თქვენ რამოდენიმე იმეილი შემოდიხართ და ლიცენზია უნდა ფული გადაიხადოთ და ესენი იძახიან საიდან რეალურად ეს ხალხი აქ არ მუშაობს და ანუ ეს ინფორმაცია თქვენ საიდან მიღეთ? ან შპიონები ხართ და მეორეც არასწორი ინფორმაცია გაქვს. ისინი ესე ემტკიცება ყოველ შემთხვევაში რა. ანუ რაღაცნაირად რატომღაც რამოდენიმე სულ ჩამოგართმევთ ლიცენზიებს, თან ფულს იხდიან თქვა 2-ზე და ეს უეუნება რომ თქვენ 15 კაცი იყენებს ამ ლიცენზიას. როგორო ესენი და ტყუილს ამბობ თქვენს. ან საიდან გაქვს ეს ინფორმაცია რა. და ესეთი აი ბევრი სტუდია, მაგრამ ნუ ნახოთ რა.
ჯერჯერობით ამ ეტაპზე ახლა მაკმაყოფილებს ყველანაირი რა ფიჩერებიც მინდა და თან აი ბევრი სისტემები და კომპონენტები და რაღაცეები Unity-ზე ამორგებული. მაგრამ Unreal-იც უკვე იმ დონეზეა ასული, პრობლემა არ არის. გინდა იგაკეთე, უბრალოდ რაღაცა პერიოდი დაგჭირდება, რომ თქვა რაღაცეები აქ როგორ აკეთებ, იქაც დაამოღამო რა. და შენი ახლა რადგან მაგ ინჟინერებს დავიწყოთ ლაპარაკი, ანუ ახლა მაგალითად რა, დარწმუნებული ვარ, ვინც გვიყურებს, ძალიან ბევრს უნდა, რომ შეიძლება ჩვეულებრივი სტანდარტული office სამუშაო აქვს, რა, back-end-ზე წეს რაღაცას, მაგრამ ძალიან უნდა, რომ თამაშების სფეროში გადმოვიდეს. შენი აზრით დღეს, როცა უკვე ამ ხელა ინდუსტრიაა რა, რამდენად მარტივია მაგის გაკეთება? change-ი, stack-ის და რომ გადმოხვიდე და რამდენად რეალურია, რომ მე შენ ნუ თავიდან რა თქმა უნდა პარალელურად მოგიწევს, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ ეს შემოსავლის წყარო მე დააბალანსო. ეხლა რა ხდება? გაცილებით ხელმისაწვდომია დღეს თამაშების ის, იმიტომ რომ ვიწრები არც ენჯინები იყო, არც ინფორმაცია, არაფერი, ასე ვთქვათ და ესეთი SDK-ები და გინდა შენი ის გააკეთე, ვთქვათ, ენჯინი და მილიონი წყარო და ინფორმაცია და basic framework-ია და იმაზე და ის გინდა არსებული და თან ახლა რაც არ უნდა ვაგინოთ ამ AI-ს ძალიან ბევრ რაღაცას აადვილებს. ანუ დაწყებისთვის ბაზურ რაღაცასგან რაზეც შენ დააშენებ და გაცილებით ხელმისაწვდომობას რაც ეხება და მეორე წარმატებული პროდუქტის შექმნა როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში და ინდუსტრიაში ძალიან ბევრ ფაქტორზეა და იდეიდან და განხორციელებიდან შეიძლება გააკეთო ვიღაცის იდეა დააკოპირო და ისე გააპოლიშო შენ და ისე გააკეთო იგივე აი ექსპედიციონ არაფერი ახალი არ მოუგონებიათ. უბრალოდ ისეთი გაპრიალებული გეიმპლეი აქვს და ყველაფერი ისეთ დონეზე კარგად გააკეთეს, რომ რა ბევრი ადამიანი იძახის წლის თამაში და საერთოდ ყველაზე კარგი თამაში ის არაფერი ისეთი არ გამოუგონიათ, მაგრამ მეორეა შეიძლება რაღაც აი ესეთი გორილა ტაგი გააკეთო, მაგალითად რა არის გორილა დაჭერობანა. პირველი თამაშია და დღეს როგორც Flappy Bird-ი რო შეხვიდე სტორში 10-დან 5 თამაში მაგის კლონია. დაჭერობანა უბრალოდ ესეთი ხელებით ესე დარბიხარ და თინეიჯერებს დაიწყოს და პოპულარული გახდა. სტრიმერების ბრალია. და რა დაჭერობა მე მართლა არაფერი არ არის და უბრალოდ აი ციცილით რო სკრებიან ესეთი ვიდეოები გავირალდა და წავიდა. აი ორი გზა არის და ეხა შუაში არის უსასრულო ვარიანტები რა შეიძლება მოხდეს. ნებისმიერ სფეროში შეიძლება იგივე თქვა. ყველგან ასე თუ ისე გადაჯერებული, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია რაღაცა გზა იპოვო შენი. სხვისი მაგალითები აი სულ ვიძახი რომ აი მან წარმატებას და შენ ის არის იმის გზა და იმის მაგალითი. რაღაცები იქიდან უნდა გაანალიზო, ისწავლო, მაგრამ ის გზა რომ გაიარო და ყველაფერი ისე გააკეთო, გარანტიას ვერავინ მოგცემს რომ შენც გაგიმართლოს. შენი გზა ყოველთვის შენი გზაა. გაშნია რა იქ სხვა დრო იყო, სხვა პროცესი. ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, აი ხშირად კურსებზე და იმებზე მე ერთი ბრინჯით დავიწყე ბიზნესი და ესეთი ისე რომ კარგია ხანდახან ბევრი რაღაცა შეიძლება იქიდან ამართლები ამოიღო შენთვის, მაგრამ აი ესე რომ ბრმად გაყვე და ზუსტად იგივე და მე ხო ყველაფერი ესე გავაკეთე, სწორედ გავაკეთე, მეტრიკები დავთვალე, ბაზრის კვლევა ჩავდა. შენ კი არა, აგერ Electronic Arts და Ubisoft-ს 30 წლის ბიზნესში არიან და Assassin's Creed Shadows არავი ვინ თამაშობს ახლა. სხვისთვის ეგ წარმატება იქნებოდა, მაგრამ მაგათთვის ჩავარდნა რამდენი ადამიანის დღეს თამაშობს. წლები აკეთე მილიონები ჩადეს, რამდენი ფოკუს ჯგუფებზე ჩაატარეს კვლევა, რამდენი რაღაცა, მაგრამ ნუ არ ეკეთებ. ეგეთი ძალიან ცნობილი თეორია თუ არ ვიცი რაც ქვია მაგას, არსებობს, რომ გეიმინგშიო ერთი და იგივეს ატრიალებენო რა, ანუ რაღაც ახალიო ნაკლებად გამოდისო რა. მე მაგას ცოტა ვეჭინააღმდეგები, ახლები გამოდის და რაღაც სად გახსნი მაგ იმას, თორე ავიღოთ ნებისმიერი ორი სხვადასხვა თამაში და გეტყვი რომ ძალიან გავს ერთმანეთს და კოპიოა და გეტყვი რომ საერთოდ არ გავს. აი მე გეტყვი რა არ მომწონს მაგალითად რა. 20 წელია გასული, Assassin's Creed ყოველ წელს გამოდის. იმიტომ რომ იყიდება და რო აღარ გაიყიდება და ეს რო სხვა თამაშები აჯობებენ, აღარ გამოუცხადებს. და ეგ ხო აფუჭებს და არა, უყურე ხა იმ კომპანიის პერსპექტივიდან უნდა შეხედო მაგას რა. იმას ყავს public კომპანია, რომლებიც კვარტალურ შემოსავლებს და მუდმივ ზრდას ითხოვენ. ამიტოა Oblivion-მა დაიწყო in-game იმების ბუმი და მე მთელი მსოფლიო, მაგრამ მე NFT გახდა და 2 წელი ყვანა NFT-ს აკეთებდა და ესეთი რაღაცეებზე ეგ კომპანიები პირველები გემბლინგი რო ჩადეს და არ არისო გემბლინგი რო ხსნი იქ რაღაცეებს და ამოგიგდებს. და მაგაზე რო დაკადაკა მიდის და მთელი ანუ ეს კომპანიებს უცდილობენ რაც შეიძლება კარგად მოგწველონ. მაგათი მუღამი მთელი თამაშის გაკეთება კი შეიძლება გარიან ადამიანი ვისაც უნდა და უყვარს თამაშების კეთება, მაგრამ მთავარი მიზანია ბევრი ფული იშოვოს. როგორ იშოვიან ამას მაგათთვის მნიშვნელობა არა. სულ ესე იყო. ყოველთვის არიან აი ესეთი კომპანიები, სხვადასხვანაირი კომპანიები, რომლებიც რაღაცას
შემოაგდე გარისკავენ რაღაცა ისეც რომ და თუ კარგია პროდუქტი ყოველთვის იპოვის თავის იმას თუმცა არის აქეთაც მაგალითები და აქეთაც რომ ძალიან კარგი პროდუქტი ჩავარდა და წლების მერე კლასიკა გახდა და არის პირიქით რომ აი ამ სულელო პროდუქტს რატო აკეთებენ წლიდან წლამდე და რატო იყიდება რა არის ის რომელი იყო 25 წელი დეველოპმენტში იყო Duke Nukem ხო თუ Duke Nukem 25 როგორი ყველაზე საშინელი არის ჩემთვის აი ეს Star Citizen 800 მილიონ პლუსი ფული დახარჯული დღემდე გამოსული და რაღაცებს აკეთებენ და კიდიან რა საშინელი ახალი სკანდალი აქვს კიდე რაღაც რომ გამოაგდეს როგორ მოწოლოთ და მე მგონი ამოასხავთ იმიტომ რომ საშინელებაა რას შეხარჯავენ მაგდენ ფულს ვერ ხვდები და 14 წელი და 44 დღე აკეთებდნენ Duke Nukem Forever პირველი რო ნახე, ეგ იყო პირველი ჩემი პირადი კომპიუტერი რო ვიყიდე, მაგაზე ეყენა მაგის დემო და მეთქი ეს 2 დღეში სახში მექნება და ეს მაგარი რაღაც მე უნდა ვითამაშო რა მაგარია და რა საშინელება მაგ. თავის მაშინ მე მაგის ედიტორი და პირველი ასე ვთქვათ, იმებს რუკებს მე თვითონ მანდ ვაკეთებდი რა Duke Nukem-ში და ედიტორი მოყვა თამაშს და იქ შეგიძლია შენი რაღაცეები და ლეველი შეგიძლია და სკრიპტის ენა აქვს ხოთა შორის და იქ ძალიან მაგარია, მაგალითად ის მახსოვს ნაგვის ბინს რომ მოხდება რეაქციები ვირთხები გამოვარდეს და ალბათობები იყო იქ და რაღაც სკრიპტი იყო სიზგავდა ძალიან იცი კიდე რა კითხვა მაქვს ალფა ტესტირების თემატიკა აი მე არ შემიმჩნევია მაგალითად რომ სერიოზული დიდი თამაში ალფა ვერსიაში გამოსული იყო და ეხლა რავი სულ ყველა დიდი თამაში რაც ეხლა გამოდის ბაგებით სავსე ალფა არის აბა რა არის მაგრამ ოფიციალურად კომპანიის ჭრილიდან მე მგონი არ არის ხომ ეგრე დარეალიზებული არა შიდა იმებს აკეთებენ მაგრამ მე როგორც ვატყობ რავი ფულს ეხავენ თუ რა შვებიან არ ვიცი ან ესე სტრატეგია გამოუშვათ თუ გაიყიდა და შემოსავალი იქნება მე დავფიქსავთ და თუ არა და მივაგდებთ და რავი 10-დან 8 თამაში დიდი კომპანიის ეგრე არ არის სტალკერის 12 გიგაბაიტიანი 15 გიგაბაიტიანი აპდეიტები გამოდიოდა ეგ ეხა აპდეიტის ზომა სხვა არის ეგ Unreal-ის ის არის როგორ პაკავს იმას ანუ იქ რო გააკეთო რო შეადაროს ორი იმიჯი და იმათი სხვაობა და ის დაპაჩოს წარმოიდგინე მე-15 აპდეიტზე რამხელა ესეთი ინსტრუქციებიც უნდა გააყოლო ეს როქნა და ამიტომ იქ რო არ არის იცი პირობითად ის რო პაკავს არის 15 დიდი ფაილი რაღაც და ის პირდაპირ ჯობია მთლიან მოვიდეს და გადააწეროს თავზე იმიტომ რომ შენ შეიძლება ამ აპდეიტზე და ესენი გამაზო შუაში და აქ გააკეთო აპდეიტი ამებს რო გადააწერს გარანტირებულად შენ ბოლო ვერსია გიქნება და კი ესე რო იყოს ორი ვერსია და ესე პატიოსნად რო აპდეიტებ და იქ შეიძლება პატარა იყოს იმით ეგ ბევრი მას Unity-ს აქვს რა იქ პროექტს თუ მისცემ რო დაზიპოს ბილდის ზომა პატარა გექნება, მე მეხსიერებაში ამ პაკს გავუკეთებს და გაეშვება, მაგრამ აპდეიტს თუ გამოუშვებ, ფაქტობრივად მთელი პროექტი უნდა გამოიძაროს. და თუ არ იმას იზავ, მაშინ თვითონ Steam-ს აქვს ეგ რა, difference აკეთებს და პირდაპირ მარტო იმას. ახალ სტალკერზე გითხარი ერთი-ორი სიტყვა. მე რო გამოვიდა მაგის დეველოპერებს და იმებს ვიცნობდი და ერთხანაც და უბრალოდ ეხა აი მორალურად ისე რო უყურებ, როგორ შეძლეს და როგორ გამოუშვეს და აი ერთი ადამიანია level designer-ია ფაქტიურად და ძალიან ისე ტიტრებშიც ერთ-ერთი ისე მაღალი ისაა და ბევრ რაღაცებს და როგორ მოგეწონა ნერვიულობა რა თვითონ რაღაცა და თავიდან კარგად წავიდა და რაღაცა მაგრამ მე ბოლოსკენ დღემდე 150 საათი მაქვს დახარჯული და არ დამიხურია ეხლა იმას არ უთხარი ეგ მაგრამ მეთქი რაც არ მომეწონა უთხარი კი უბრალოდ აი მე ბოლოსკენ აქ ფაქტიურად ცარიელი არაფერი არ ხდება დაუსრულებელია მაგ იმაში და თან აი ყველაზე ძალიან პირველ სტარტში და იმას AI life-ი ანუ სიმულაცია ცხოვრების და იქ სხვადასხვა მონსტრები და ისინი ერთმანეთში როგორ ეგ არ ქონდათ გამართული ყველაზე ძალიან ეგ მიყვარდა რა რომ სადღაც შეიძლება გაწყვიტო რაღაც ისენი და იქ მეორე პოპულაცია მოიმატებს იმიტომ რომ სიმულაცია და ეს ბალანსია რა მთელი მასში და ეს არ ქონდათ გაკეთებული თვითონვე თქვეს მე და მაგ დადეს პირობა რომ შევასრულებთ აი ხო ყველაზე ტოპ თამაში კიბერპანკი ხო მე ბაგი პრინციპში არ შემხვედრია და აი 1-2 ისტორია იყო მაგ კიბერპანკში რომ დღემდე აი ძალიან გულში ჩამჩა და ისე მაგრამ ну ფაქტია რომ ეგეთი ის გამოუშვა მე არ ვიცი გამართლად რა იყო პირველი ისე გავიარე კარგად რომ ხო და მე კომპანია ფაქტიურად CD Projekt-მა აი ამოატრიალა და მაინც ისაქნა მაგრამ დაჭერდა წელიწად ნახევარი მაგრამ დადო პირობა დახარჯა ფული ყველაფერი რაღაცა ისაქნა ხო და სტალკერზე რას ვიძახოდი რომ აი ბევრია და უბრალოდ ეხა როგორ შეძლეს იმიტომ რომ ნახევარი დეველოპერების დარჩა ეს ტიპის საღამოსო გავედიო და წინ корпуსი მაქვს და კონტინენტალური რაკეტა მაგის დნიპროში ცხოვრობს ეგ და ის корпуსი მანახა ნახევარი корпуსი არა 300 მეტრში შენ საცხოვრებელი სახლი რო აგე აი ესეთ პირობებში რო ცხოვრობ ხვალ შეიძლება ეს შენ სახლს მოხდეს რა
ხო და რა ვიცი, ეხლა ძალიან მიძნელდება მაგ ადამიანებზე რამე ისეთი ვთქვა, მაგრამ სამხრივად ნახევარი თამაში იქით დაუსრულებელია, მაგრამ ბევრი რაღაცა მომეწონა. და თან ეს Unreal-ზე კაი ენჯინია, მაგრამ ბევრი რაღაც ისენი აქვს რა, უნდა იცოდე, კარგად უნდა იცოდე, თაღრმად როგორ გამოიყენო და ბევრი ეძახი Shutter Engine-ს ეძახიან რა, მიკრო ისენი აქვს შათერები ბევრ თამაშს. სულ არ იცოდე რომ გაუშვებ, მიხვდები რომ Unreal-ზეა გაკეთებული. და ეს კარგად უნდა აი მაგალითად ბევრ თამაშზე მინახია რომ ვერ შეატყობ ამას, მაგრამ აი ხშირად არის ხოლმე რა. და თვითონ ათქვეს, ახლა მე 6 ვერსიაში გამოვასწორებთ 5-6-ში ახლა სრედებზე და რაღაცეებზე Tim Sweeney-მა ისაქნა რაღაცაო და 6-იო ამასო გამოვასწორებთ ეთყობა იქ. კი, ახლა პოდკასტში პროცესორებზე და იმეებზე ეთყობა კარგად ვერი ასინქრონი, ახლა დეტალურად მე არ ვიცი ზუსტად იქ რა ხდება სიმართლე. ხო, იმაზე გამახსენე მესამე Unreal-ი რო ახსენეთ. იქ რო ვიყავით ჰელსინკში ვიყავით რაღაც ბარში ვართ რაღაც ივენტზე და Unreal-ის Tim Sweeney-ს ყველა იცნობდა. მეორეს რა ქვია მეორე არ ვიცი, ისინი ვიცი. მოკლედ ის იქ ბარში დავინახეთ, სადღაც ეს მოწყენილი რაღაცა და ერთი ინდუსის ყავდა და სიყვა ჩვენს ვინ არის და აუ და ჩვენ Unreal-ზე ქონდა ზუსტად მაშინ UDK-ზე ეს მესამე Unreal-ზე თამაში რა და გავარდით ლეპტოპი მოვიტანე დაუჭექი და დატვიტა ჩვენზე და სურათები გადავიღე და რაღაცა. ხო და მეოთხე Unreal-ის source-ზე მოგწვა доступი რამდენიმე ისა წვდომა რამდენიმე თვით ადრე რა ვიდრე გამოვიდოდა და გიშებს გავდით მაშინ და აუ ნახე საქართველოსდან ეს ბიჭები ყავს რომლებიც აი რამაგარ თამაშს აკეთებენ და ეს ჩვენზე რო დატვიტა გავიგდი მე თქვაზე ვიცი ძალიან ისეთი ინდუსტრიას რო ხვდები ადამიანებს შიგნიდან ვიღაცაებს რო გარედან აუ ესენი რა მაგრები არის ამის დონეზე და ის იმათ რო რაღაცა შენი მოწონ და მართლა ისე კი არა ბულშიტერები კი არ არიან ნაღდათ რო იმას აი თავიდან მეგონა რომ უბრალოდ ძდილობიანი ადამიანი და ძალიან ბევრი უხეში და ისინი შეხვდები პირდაპირ გეუბნები რომ ეს ნაგავია და წაიღე რა რასო იმის მელაპარაკი თუ რაღაცა მოწონთ ბევრი გულწრფელად გეუბნები რომ მოწონთ მე ეს კონფიდენსმა აიწია და რაღაცა რამოდენიმე თვის მერე მივხვდით რომ არა ჩვენც რაღაც კარგი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია თუ ნუ ძალიან ბევრი ესეთი ისტორია ხო უცებ რომ მახსენდება შენი აზრით AAA თამაში იწერანას შენ ახსენე რომ დღეს Rockstar-ის გარდაო AAA თამაშებს აღარ დავისწრებ. ანუ აი როგორ არის ეგ რეალობა რომ indie developer-ები რაც სამი კაცი დაждდება, რაღაცა დროს დახარჯავენ და აი ძალიან მაგარ თამაშს აკეთებენ, ხალხი ერთობა და მე ვიღაც ტიპები რაღაც 50 მილიონს ჩაასხავენ და ისევ ის კომპანიები წეღაროთ ხელები აქვს ჩეკრული, იმათმა იციან რომ Assassin's Creed თუ გამოუშვებენ გარანტირებულად რაღაცა შედეგზე და რაღაც მარჯინზე გავლენ. ამდენ მილიონს დაწერეს. ამიტომ ურჩევნიათ ისევ Assassin's Creed-ი გამოუშვან 57 ვიდრე ეშინიათ, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე არის და ამათ არაფერი არ აქვს დასაკარგი რისკავენ. და იმიტომ რომ იმ Assassin's Creed-ს ვერ გააკეთებენ და ვერ გაუწევენ კონკურენციას. ამიტომ რაღაცა ესეთით უნდა და მე რა ტენდენციასაც უყურებ ბოლო წლებია ინდი თამაშები, კაი ინდი თამაშები პოპულარული ხდება უფრო და საიტები შეიქმნა იცი სხვადასხვა ისეთი ასე ვთქვათ მარტო Steam-ი არ არის რა ასე ვთქვათ გაყიდის პლატფორმები და ბევრი სხვადასხვა და სხვადასხვა ჩინეთიც ძალიან ისე შემოდის. ანუ ერთი ადამიანი გააგზავნეს ამერიკაში, ჩამოვიდა ეს 150-ს ასწავლა ჩინეთში, იმან კიდე 100,000 და ჩინო ახლა ვუკონგი რო ნახო მშვენიერი თამაშია და ეს მხოლოდ მოიმატებს და მხოლოდ ისა, იმიტომ რომ იმათ მასშტაბიც აქვს, სახელმწიფოც ყველანაირად ხელს უწყობს და უფრო და უფრო მეტ თამაშებს ნახავთ მაქიდან, ასე ვთქვათ და ესენი თუ აქეთ ჭკუას ვერ ისწავლიან თავიანთი ამ ბოლო-ბოლო ფულს რო კარგავენ, იქიდან მაინც ისწავლენ მილიარდებს კარგავენ. ის როგორ ფიქრობ, ალბათ ეგრე ფიქრობს ყველა მაინც შენს მოვისმე GTA ბევრ ამას შეცვლის. GTA აი ზოგადად Rockstar-ი რატო თქო ხო CD Projekt-ი აი ესე მყავს ჯერ დავაბრუნო თუ არა იმ კომპანიებს ძალიან მიყვარდა ერთ-ერთი ჩემი უსოყარლესი Kojima Production-ი ხა თქვა და Kojima-ც ესეთ კაი კომპანიების სიაში მყავს და მაგათ ცუდი არ გაუკეთებიათ ანუ Red Dead-ში რო ჩახედო რამდენი რაღაცა აქვს ერთია რომ თამაშო შეიძლება ვესტერნი არ მოგწონს და დაიბზო ცხვი შეიძლება რაღაც იქ რო სტის არ განგსტერის სტილი აშენი არა რაღაცეებზე უარი თქვა და არ მოგეწონოს მაგრამ აი რამდენი დეტალები აქვს რომ დაუკვირდე და არ დაეზარათ და გააკეთე შეიძლება ხო აი საჭმელს ჭამს იქ თქვა Red Dead-ში და მართლა ჭრის და იქ იმას იღებს და აი კურდღელისა და რაღაც სისხლის კვალი და რაღაც გაბრაზებული და იარაღს რომ მიადებ აი თამაშებში მე ყველაზე ზანეგ მიშლის ხოლმე ნერვს რაღაცა სტელს მისია რაღაცა ორი დგას და ერთს ესვრი და მეორე
რატო გააკეთე რა რომ ცოტა რეალისტური იყო ან ის Oblivion-ში ყველაზე ისა და რაღაც ის არ გარჭობილი რომ დადის და ალბათ მომეჩვენა. აი ეგ მიკლავს ყველაფერს ხოლმე რა. გასაგებია პირობითობა, გასაგებია რომ ის რაღაც თავის დროისთვის გაკეთა რესურსები შეზღუდული, მაგრამ ეს მართლა როგორც პროგრამისტმა ხო იცი რომ შეგიძლია გააკეთო ისეთი რომ აფუჭებს ეგ თამაშის ხო აი მეორე ისერ და ერთი 9 ის არ გარჭობილი თუ ბოლოს სირთულეზე თამაშობ დიდი სიცოცხლე აქვს დადის ესე. და რა მოგომია Game Jam-ზე რას ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს თუნდაც რომ აი დამწყებები ვინც დიდად არიციან, მაგრამ რომ დაესწრონ მაინც ან მიიღონ მონაწილეობა და ხშირად ტარდება თუ არა, მე თვალყოს ესე არ ვადევნებდი აქამდე, მაგრამ ვიცი რომ რაღაც დროის განმავლობაში ტარდება ხოლმე. ჯერ მოდი გავიხსენებ, რატო დავიწყეთ საერთოდ Game Jam-ების ჩატარება, რომ ეგეც ესტონეთში რო ვიყავით. ჩაატარეთ პირველი. ხო და აი საიდან ისა ესტონეთში რო ვიყავით, ტარტუს, არა ეს ისე იმის სტალინის უნივერსიტეტში ვიყავით რა და Game Jam-ია რაღაც. მართლა გაგებაში არ იყო პირველ გავიგე სიტყვა. რა არის ეს თამაშები უნდა გააკეთო რაღაც ერთი დღის განმავლობაში და ერთი თიმი იყო იქ იტალიელები იყვნენ, ძალიან ისეთი მე მეგობრობთ. იმათთან მოდი ჩვენც დაგემატებით რა, მივიღებთ მონაწილეობა და აუ როგორ მოგვეწონა, იცი? იმავე საღამოს დავრეკე აქ და ბესო კაჭარავას იცნობ თუ არა, არის საუნდ სტუდიო აქ, ჰოლივუდის ფილმი, ძალიან მაგარი ის არის და ესე გავიცანი, ოღონდ რემოუთად მაშინ ლოს-ანჯელესი იყო თუ სადღაც. ვანკუვერის იმაში სწავლობდა მაშინ. ხო და იმას ველაპარაკები, რომ რა მაგარი რაღაცა, მეთქი უნდა ჩავატარო და აუცილებლად ჩამოვალ Game Jam, რა როგორ არიციო Game Jam-იო რაღაცა. ხო და მე რო ვახსენე რომ ჩვენ ჩამოვედით, მე მეორე პარტია იმ პოლიციის იმიდან, თქვა ჯამფორფოლი კომპანია წავიდა და ისინი რომ ჩამოვიდა საფრანგეთში წავიდით, რა თქმა უნდა, ქართველები ვართ. და იქ რო ზივართ და ვლაპარაკობ და ისინი გვიყვებიან რაღაცას, მეთქი Game Jam უნდა ჩავატაროთ აუცილებლად მაგარი რაღაცა, თქო და მე იყო რომ ეს IGDA International Game Developers რაღაცა ფორმა გჭირდებოდა რა და დავაარსოთ 10 კაცი გჭირდებოდა, რაღაც $30 უნდა დაგედო, ეგრევე მოგროვდით. ხო და დავაარსეთ ეს IGDA, უბრალოდ ფორმა გვინდოდა და რაღაცა და იმ სოფლიო იმას მივევით დღემდე მომდის რომ აი ეგ ივენტები ჩავატარ რაღაცა და ამის ეგიდით ჩავატარეთ მაშინ ჯიტა არ იყო ეკონომიკის სამინისტროს და რაღაცა რამოდენიმე ახალგაზრდა ბიჭი და ეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი მივედით და Game Jam-იქიდან აი ტვინი გაუბურღეთ და მე მგონი მაგათ დაგვაფინანსეს და მე სხვა სპონსორებიც გამოჩნდნენ პირველი დიდი ესეთი ღონისძიება იყო როგორც მე მახსოვს და ну არავინ რო არ მოველოდით და რაღაცა იქ მოვა და ამდენი გუნდები და ყველა აი პირველი შოკი მართლა ეგ იყო რომ ერთმანეთს რო უყურებდნენ ამდენი ვართ თამაშებს ვინც ვაკეთებ და ჩემი მიზანი ზუსტად ეგ იყო რომ ამათ ერთმანეთი გაეცნოთ და აი ეს რაც მე განვიცადე ამათ ეს და მუღამში შევიდნენ და მე კოსპლეი დავამატეთ მეორეზე მესამეზე და მე რა მოხდა ეხა უყურე იმდენი დრო მიქონდა სამდღიანი ღონისძიების დაორგანიზებას ჩვენ 9 წელი ვემზადე იქ უნდა რაღაცა დაპრინტო ირბინო ამაზე ხა სპონსორები რაღაცას კი იხმართ სარბენი ყველაფერი შენი იყო მე რა და 6 თუ ემზადები სამდღიანი და თან ბიზნესი გაქვს თან იქ რაღაცა ის ამას უბრალოდ ენთუზიაზმის გამოაკეთე ხო და მესამე თუ მეოთხეც იყო რომ ჩავატარეთ მე უცხოელების ჩამოვიყვანეთ რაღაც მთელი ამბები იყო და რამოდენიმე ჯგუფი იყო ვისაც უთხარი რომ ეხლა თქვენ გადაიბარეთ და თქვენ ჩაატარეთ ხოლმე თქო და 3-4 იმათაც ჩაატარეს როგორც მახსოვს და მე ჰაკატონები და ისინი სუხდებოდა სხვა თემის Global Game Jam-ი ჩავატარეთ რამოდენიმე ჯერ სოფლიოში ერთხელ ხდება იანვარში და მართლა ფიზიკურად რო აღარ მქონდა რა ამის თორე ძალიან სიამოვნეს და ის მაგრამ ჩემი აზრით მიზანს მივაღწიეთ და ეხლა ხალხი ასე ვთქვათ გადავდეთ და იციან და თუ საქართველოში არ ტარდება აი რო შეხვიდეთ და დაძებნო Game Jam-ი ყოველ კვირა რაღაცა Game Jam-ი ტარდება და შეგიძლიათ თავის შენ აი როგორც მე არ ვიცოდი შეიძლება ბევრმა არ იცოდა რაღაც რა არის Game Jam-ი და ეხლა რო იცი ჩაერთე სადღაც და ვიღაც ბევრი კომპანია შეიქმნა მაგ დროს და დღემდე არსებობენ ან მე დაიშალა და ახალი შეიქმნენ და გამარჯვებულები გახსოვს მაგ Game Jam-ს თქვენ ჩაატარეთ რა გაიმარჯვეს იმ სამში მაინც ბევრი აი ზუბამ და აბელამ გაიმარჯვა პირველში ძალიან მაგარი პროექტი იყო აი ბესომ გაუკეთა მაშინ ხმები და ის აი სუს ის მუღამი იყო მე კოსპლეი რო დავამატეთ კიდე ის ვიდეოები როგორ არის როგორ არის დევს კაცი ვიდეო იმდენი მასალა გვაქვს საათობით და Achievement Hunters Game Jam მოძებნე ერთ-ერთი ის იყო მთავარი მესიჯი იყო რომ საქართველოს შეგიძლიათ ეს ყველაფერი აკეთო და პანდამ არ მოიგო თუ რაღაც ეგეთ ხო ხო დათო კიკნაველიძე მოიგო სადა როგორ აი პირველი ეს
ну მოკლედ ძალიან ისეთი ზორწუთიანი რაღაცა იყო. ხო და დიდი ვიდეოები არ გინდა? დიდებიც არის, პირდაპირ იქ და ჯორჯიასის არის ჩენელი. ეს არის ასე ვთქვათ, ფილმი გვინდოდა გამოგვეშვა, უბრალოდ ფინანსურად ვერ მოხერხდა. 50 საათის მასალა ქონდა რა. აბელა გაიშტა. ზუბა ყველა არის. ხო და აქ უნდა ის უნდა იყოს. ცოტა დიდი რაღაცები. ხო და აი ფილმი გვინდოდა მთელი ფიჩერ ფილმის გაკეთება, უბრალოდ ფინანსურად ვერ გამოვიდა მერე და ვერ ჩვენც აღარ გვეცალა ახლა ფილმის პროდაქშენი კიდე ცალკე. ხო, ისე ვიდეოები გაქვთ ესე? ანუ მასალა ამის ყველაფერი ქონდა რომ გავგეკეთებინა, უბრალოდ ვიღაცას ხონდა ეს ყველაფერი დაეორგანე, ამის ის არ ქონდა თავი, თორე იდეა იყო რომ ეს იყო აი Achievement Hunters ამის პრომო იყო ამ ფილმის. ძალიან კარგი. ბევრი ასეთი იდეები და რაღაცები ქონდა რა და ჩემი მუღამია რომ აი ნაპერწკალი და მე გადაიბარეთ და ის შენ აღარ გამოდიხარ ხოლმე game jam-ზე ეხა ბოლოსაც ხო იყო შარშანო მე იცი როგორი ის არის ეხა ახალგაზრდა გუნდები და ისინი რო არიან მე მეთქი ეხა კიდე სულ მინდა game jam-ში რაღაცა მე მივიღო მონაწილეობა მაგრამ რახან ორგანიზატორი ვიყავი აღარ ვიღებდი რა ასე ვთქვათ რა არა აი global game jam-ში და იმაში მახსოვს იქ რაღაცები გავაკეთე ჩვენ გვაქვს ეგეთი იდეა პატარა სპოილერს გავაკეთებ ხალხმაც რო გაიგოს რა რომ ეგეთი იდეა გვაქვს ჩვენ რომ ну პირველ რიგში game dev-ებზე გვინდა ეგ გავტესტოთ, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ნიშური ხალხია და არ ჩანან. ჩვენ გვინდა ეს და თუ იცი შენ ტექ დოკუმენტარები რო ტარდება ხოლმე, რაღაც Honeypot-ი იყო YouTube-ზე. მოკლედ ესეთი არხია YouTube-ზე, რომელიც რაღაც კონკრეტულ ტექნოლოგიის უკან, როგორ შეიქმნა ეს ტექნოლოგია, დოკუმენტარებს აკეთებს რა, იმ რაღაც key ხალხთან ერთად, ვინც ეს გააკეთა, მიდის და სახში რაღაც ინტერვიუებს იღებენ, რაღაც working stations უღებენ ინტერვიუს და იმ ამბავზე ყვებიან რა და ჩვენ გვინდა ეს რაღაც გავაკეთოთ, რომ ქართველი indie game dev-ები არა ვინც არიან და მივიდეთ სახლებში და გადავიღოთ და მე ეს რაღაც პატარა როგორც ვლოგივით ეს დავამონტაჟოთ. ირაკლის მეორე ეპიზოდი ეგეთი და ირაკლის ქანდაკებები უეჭველი აუცილებლად. ბევრი კარგი სტუდია ახლა პოლონეთში რო იყვნენ 3 დღის წინ. ხო, რამდენი ქართველი იყო იქ წასული. ეგ მოყვა აი game jam-ებს დააქტიურა პოლონეთის საერთაშორისთან მე საერთო ნაცნობი ვიღაც ნაცნობი გამოგვადგა არ მახსოვს ვინ იყო. გაგვაცნეს ეს პოლონელები და აი ჩვენ მეთქი განვითარება გვინდა და პოლონეთი მე არ ვიცოდი იმ მომენტში. ბევრი რამეს ესე მართლა არ ვიცოდი. რომ მე მგონი ევროპაში კი არა ამერიკის მეორეა 400-ზე მეტი მარტო ინდი სტუდია ყავთ. მართლა? და აუ მართლა კი არა ძალიან მაგრები არიან. ანუ ბევრი თამაში AAA თამაში რო გაგიგიათ გინახია აუთსორსს აკეთებენ პოლონელები აკეთებენ რეალურად ძალიან ბევრ რამეს. და იმის გარდა ეხა მაგ პოზნანის იმაზე რო ვიყავით ივენტზე პირველად აუ ჩვენ რაღაც ცოტა 400 თუ რაღაცა ინდი სტუდია ამოვიდეთ და ივენტია ხო გავინე GDC ყველამ ვიცოდით S3 ყველამ ვიცით ეხა გაგიგია და პოზნან გეიმ არენა ნუ არ ვიცოდი საერთოდ და დაახლოებით აი წარმოიდგინეთ ჩვენთან რო ექსპო არის ხო დინამო სტადიონის ხელა შენობა რო აიღო ეგეთი 6 თუ 7 თუ 8 არის არც მახსოვს აი სულ გავსებული ერთგან კიბერსპორტია მეორგან ინდი სტუდიოები მესამე და S3-ც არ არის მაგ ხელა არ იყო უფრო სწორედ და არ GDC არ არის მაგ ხელა მასშტაბები რა ვიცი ჩუმად არიან უბრალოდ თავისუფლად პოლონელები და ხო და საერთოდ რომ მოუყევი ეს ყველაფერი პოლონური game dev-ის სულთანს ეძახოდნენ ეს ტიპი ერთი არის ძალიან მაგარი ადამიანია ჩამოვიდა აქ სტუმრად რა დაუფინანსა და ჩამოვიდა ну აქ ეხა ჩვენ ქართველად გაუგეთ აი პოლონელები ზოგადად მე როგორც შევატყე ეგეთი ხალხია ძალიან უჟმურები არიან ერთი შეხედი შეიძლება რომ შეხედო და რაღაცა ლაპარაკი რო არ ვარ რაღაცა მაგრამ თუ რაღაც დაგიმუღამეს და შენიანად ჩართვალეს გადაყვებიან თავზე ლაპარაკი ამერიკელებთანაც ქონია იყო ყველასთან ქონია ურთიერთობა რაღაცას გეტყვიან ძდილობიანად უარს გეუბნებიან მაგრამ ძდილობიან რაღაცა კი გავაკეთებთ და შეიძლება მეორე დეტყვი კი ესენი თუ გეტყვიან აკეთებენ და ესე ზუსტად რა ეს კაცი ისეთ კმაყოფილი წავიდა თავის მეუღლესთან ერთად იყო ჩამოსული და ისე აი ჩავიხუტეთ ერთმანეთს და რაღაცა რომ საერთოდ მე მემორანდუმი გავგიფორმა რომ ყველა ღონისძიებაზე ქართველებს აქვს კვოტა რომ იქ პოზნან გეიმ არენზე ტოკიო გეიმ შოუზე GDC სადაც პოლონეთის გეიმ დევი მიდის ქართველებს აქვს ადგილი რომ ვალდებულებად ფაქტიურად ბილეთს ყიდულობ შენ დანარჩენი იქ ადგილი რომელიც ათეულობით 1000 შეიძლება ღირდეს შენ რო იქირაო დაგიბეჭდავენ ბანერს რავი ყველაფერი და შეიძლება იქ სახლი და თქვა და საერთო საცხოვრებლის ის არის ეგეთ თემა ხშირად რო ჩადიან სტუდიო აი იმ ყველაფერს დაგიფინანსებენ რა
და ძალიან მაგარი და დღემდე მუშაობს, იმიტომ გამიხარდა რა. გუშინში რომ ნახე ამდენი ისინი ჩადიან რა. არა, აი ბევრი რაღაცა ესე მიეწყო რა, რომ game jam-ი რო ჩავატარეთ რაღაცა ისა, მე იქ ვიღაცა ყველა მე ესე თიცი შვერს რომ აი ესენი არიან თამაშებზე ვინმე რო ახსენებს და ესე მოხდა უბრალოდ. ბევრ ქართულ კომპანიასთან მქონდა უბრალოდ ეს კონტაქტები და ესენი არ, მაგრამ პოლონელები დღემდე ასრულებენ ამ პირობას და გრძელდება ეს ის. ძალიან მაგარია და მიხარია რომ და მედი მაქვს უფრო მეტი და მეტი იქნება და ეს და სურათი რომ დააპოსტო იმ დღეს აბელა გამიკვირდა ძალიან არა ეგ კიდე ცალკე აი რამე შეამონა რომ და ჩვენ წავიდოდით game jam-ზე მაგის შვილმა გააკეთა თამაში და შვილი რო აუ რა მაგარი ის არის წარმოვიდგინე უბრალოდ რა იმ ბავშვისთვის ეს რა მაგარი რაღაცა იქ თან game jam-ზე გააკეთა და ხა წავიდი ხო და მამასთან ერთად და ეს უფრო აქტიურობდა და კონტაქტებოდა აი რა გარემოა იცი როგორ არ ვიცი რა რანაირად გამოეპარათ ბიჭებს ეგან რაღაცა ეთქობა რაღაცა ეგ ცოდნოდა ადრე არ ვიცოდი გვერდი კუით ადრე ყოველ წელს დაახლოებით ამ დროს რომ უეჭველი წავიდოდით ორი ღონისძიება ტარდება რა Poznan Game Arena იგივე ტერიტორიაზე უბრალოდ მე აქ ცოტა გაყოფილია და მეორე შენობაში ესე TIG ის უფრო ბიზნეს და კონფერენციები და ძალიან საინტერესო ლექციები და ისენია რა პასრო კიდულო პრინციპში ორივეზე შეიძლება, მაგრამ პასი ჩვენ ქართველებისთვის ასე ვთქვათ, იქ დასწრება და ის უფოსო. და ყველას და ყველაფერი პრინციპში რა და ძალიან მაგარია რა და იქიცი რა მაგარი ლექციები და რაღაცები და ისეთი საინტერესო ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამო. უბრალოდ გეუბნები, ამ ღონისძიებაზე სანამ არ ჩავედი, გარედან რა ვიცი, არავინ დანა ყველა სხვა ისინი პიარდება, ტარდება რაღაცა. ეს რა ვიცი, რა ქვია მაგ ღონისძიებას? Poznan Game Arena და TIG აღარ მახსოვს როგორ შეიძლება. ბატონო. აი, მოდი გადავიდეთ ბოლოსკენ. ჩვენ გვაქვს წესი, რომ ბოლოს ხოლმე ვიკითხებით ხოლმე რაღაც სამ რესურსს რა. ჩვენს არ ვიცი, რაც გინდა რომ ხალხმა წაიგითხოს, ან ახთოვანებული ხარ და გინდა ნახოს, ან თუ გინდა თამაში იყოს. მაგრამ თამაში შენ იმდენი საყვარელი თამაში იყო, სამში ვერ ჩაატევ. და რაც გაგისწორდება უთხარი ხალხს. რესურსი, მატერიალი, წიგნი, ვიდეო, ლექცია. რა ვინების ხო, აი, წეგანას ვახსენეთ, აი ჩვენ ძალიან მომწონს. Sebastian Langes აქ ძალიან კაი ესეთი ისენი სერიები აქვს. გრაფიკულ რენდერინგზე და ყველა ჩერნოვიც. Sebastian? ვინც Unity-ზე მუშაობთ, გითამენდი არის ტოპ. შარშანში შემოვიდა ასე ვთქვათ YouTube-ზე ეგ ადამიანი და ძალიან მაგარ კონკრეტულ თემას იღებს და არჩევს და თავის კოდით თავიდან თქვი ვინ არის Unity-ზე. გითამენდ ეგრეა პირდაპირ შეიძლება ტირეთი იწერება. Sebastian ვინ იყო? ეგ ჩავიწერ. ოკეი. და Warped Imagination ეგეც Unity-ზე ძალიან მაგარ პატარა იმეებს დებს. კი. ძალიან მაგარი. და კიდე ვინ? კიდე მაგის მერე კიდე რა თქვი? კიდე ამენდის მერე? Warped Imagination ეგეთი ის არის YouTube არხი. ბატონო. ეგეც ვისაც Unity აინტერესებს იმათვის არის. მაგის გარდა Eric Langrier-ია მაგას აქვს 3D Mathematics for Computer აი წიგნი არის კი უნდა წაიკითხო და დაიზეპირო უბრალოდ აი გადახედო რა ტოპიკებია და რაღაცა რომ დაგჭირდება და ინტერნეტზე ცნობა არა გაქვს უცებ ჩახდ პირდაპირ ფორმულები ისინი და მაგას აქვს CO3 engine აქვს თავისი რომელიც თავის დროზე ვიყიდე და lifetime support-ი გაქვს ასე ვთქვა ძალიან მაგარი engine-ია თუ გინდა იქაც რო გაარჩიო რაღაცები დღემდე შეგიძლია ლიცენზია საკნო მულტიპლატფორმა Eric Langier თუ როგორღაც არ მახსოვს როგორ წერება computer is mathematics for computer graphics თუ რაღაც ეგეთი ქვია რა. აი ყველაფერია რა, ვექტო მატრიცა რაღაცეებია, ალგორითმები რამე თუ გაინტერესებს, აი კონკრეტულად ხარტი ესეთი პასუხებით იმე. რა თქმა უნდა, ამათი წიგნის ვისაც თამაშები აინტერესებს ეს Masters of Doom და Black Book-ი თუ Sources ამბები და ისინი იქ Black Book-ი აბრაშის არის და თან და ერთი ტიპია კიდე ვისაც აქვს დაწერილი Black Book of Wolfenstein და Black Book of Doom data structures for and algorithms ეგეთი წიგნი არის ძალიან კაი წიგნია მე მგონი იმიტომ რომ დამილინკე მე თუ სახში რომ ხო დამილინკე და მაგ ყველაფერს ამოვანათებ და მე description-ში დავწერთ. უბრალოდ ეხლა რადგან მათემატიკაზე მაგ კითხვის დასმა მინდა. ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ესე რაღაც ფუნდამენტალური მათემატიკული და იმის ცოდნით არ არის, მაგრამ უნდათ თამაშების კეთება. და რეალურად ეგ შეიძლება, ანუ რა თქმა უნდა, დაბრკოლება იქნება, მაგრამ სწავლებადი არის გზა და გზა. აი როგორ გითხრა ეხლა ძალიან სულ რამოდენიმე პრინციპია, ვექტორი, მატრიცა და იქ იმის უკან დამტკიცება და თეორიები და ისინი კარგია რაღაცეებისთვის შეიძლება ლოგიკური აზროვნებები ბევრი რაღაცისთვის კარგია რო იცოდე მაგრამ სულ არ ჭირდება ეს პრინციპები რო დაჯდა ერთ კვირაში
ორი ვექტორი რას ნიშნავს ვიზუალურად ეს და რას შეიძლება დაგჭირდეს. აი მაგალითად ობიექტი შენ წინ არის თუ უკან. აი ეს როგორ უნდა გაიგო. ამ კონუსში რაღაც ხედვის ეს რო დაგჭირდეს. შეიძლება მზა ფორმულა იყო პირდაპირ, ანუ უბრალოდ თუ გესმის ეს ფორმულა რატომ მუშაობს და როგორ მუშაობს, ეგეც კაია, იმიტომ რომ შეიძლება მე რაღაცა შენ თვითონ დააშენო ამას ზემოდან რა. ნორმალები, განათება როგორ ითვლება, არ არის აუცილებელი იცოდ, მაგრამ თუ იცი ბევრ რაღაცაში მე ოპტიმიზაცია რაღაცებში გამოგადგება ეს რა და ამის გარჩევა და ის აი ძალიან ადვილია, აი ადვილია, ხო, ინფორმაციის სტომის პირობებში და იმაში ვიძახი რა, ადვილია და ლექციები გინდა კემბრიჯის ლექციაზე შეხვალ და უყურე ვიდეომას და წვომა მაგ პირდაპირ, გინდა ოქსფორდის, გინდა ჰარვარდის, გინდა ვიღაც იუტუბერს გაყვები, გინდა წინში რა ვიცი, კურსებია, ყველაფერია რა. თუ გინდა ადამიანს, თუ გინდა ყველაფერს გავიგეთ. კი ბატონო. აი, გავიდეთ ნელ-ნელა მაშინ. დიდი მადლობა. ირაკლი, ძალიან საინტერესო იყო და იმას რო ჩავწერთ სახშიც გეწევით და შენის დიდი საინტერესო ოთახი როგორ კი მაგაზე დავასპოილეროთ ხო და მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე უნდა შეგახსენოთ მეგობრებო, რომ ჩვენი ამ ვიდეოების სპონსორი არის Texi. Texi, როგორც უკვე ის არის software development company და ხო რავი, ტრადიციულად მადლობა Texis ამ შესაძლებლობებისთვის. შევხვდებით მე 18 ეპიზოდში. შევხვდებით.